ვენტილატორი არ ირთვება. დავაი ჩარგი ბოლომდე მიდგას ბოლომდე. აუ სატრაქში ჩავაგდე მანქანა ჩემი კაცი. ასადე! ვაუ! ჩვენი 10 ლიტრიანი ჩელენჯები გრძელდება რა თქმა უნდა დიდი პაუზის მერე. ო, კრუპნიზე ვმუშაობთ. ეხლა და სტუმრად ყავს რაბანა, ოზი და ბენი. სალამი ბიჭებო, როგორ ხართ? რომელი გინდა? თუ გინდა მარცხენა ხელი. აი 800 დოლარი გვაქვს ბიუჯეტი. ნებისმიერი მანქანა უნდა ავარჩიოთ. ო, გაზზე არ უნდა იყოს, დიზელზე არ უნდა იყოს და ბენზინზე უნდა მუშაობდეს. მოსულა? მუღამი არის ცოტა წვავდეს. 10 ლიტრიან ჩელენჯში ელექტროთი მიდიხარ ხო? 10 ლიტრას რაში? ბიჭო მე რა მაინტერესებს თელას მიადგება. ანუ მე ხო ვიცი უკვე დაახლოებით როგორი მანქანები უნდა შევიძინო და აი სელებრიტივით რატო აცვი ამას შეგიძლიათ მითხრათ აი შეხედეთ ამისი ლუკი რო შემიფასო თავი ჯაჭები და ფერანგი კომპლექსია და მაგის ბრალია და მე წამოვედი სპორტულებით რომ შესაბამისი ხო ხტები როგორც ძღოლს შეეფერება რა სიმო გაროჯი გავარეთ და მეც ეგრევე ამჯერად ჩვენ უნდა ჩავიდეთ ურბნისში ურბნისში ხო გავკრავა საერთო ბიჭო კი მინდა და ურბნისში წავს რუის ურბნისის კრება გაგია კი როგორ არა წეგან ვარჩევდი რუისში წავიდეს მეთქი თუ ურბნისში თქო მაგის თქმა მინდოდა მაგრამ აღარ ვთქვი აი მოკლედ აქვე შეგახსენებთ რომ კოინმანია აი დიდი ხანია უწუნებთ ხოლმე მანქანების ყიდვაზე და კოინმანიამ გაჯაწყვიტა რომ აი ესე მხარში დაგვიდგეს და ორი მანქანა გვიყიდოს ასე რომ ძალიან დიდი მადლობა კოინმანიას და მე უკვე გავუძლებ და კოინმანია ამ მანქანას გადავიფორებ ჩემს სახელზე ხო შეიძლება ეგ ხო რასაც ვიყიდო ეგრე წაიყვანო დაამტრიორაც გინდა უკვე არ დაამტრიო და გააკეთო ეს ორი და სხვა კიდევ ორი კაი მოკლედ წავედით საყიდლად ავედით დავიშალეთ და იწყეთ ჩაწერა უკვე პრიამო ეთერში ვართ მოკლედ მე მაგ დამუღამებული რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო შენ ჯერ მოდი მაგიდან დავი შენ უნდა არჩიო მე არ ვერთვები მოსერჩი დავაი მე მინდა რომ შენ არჩიო აუ სადანამ ყავს ოზი მე ნაუკენძლიდით ან რაზე ზოგადად რა კაი ასაკენძლი კაცია ოზი უეჭველი რაღაც იაპონურს დაუმიზნებდა თავი Mitsubishi დავიწყეთ ხოლმე Mitsubishi მაგარი არის Mitsubishi ხო? ლანსერი არის. რანაირ ლანსერი ეს არის? რაც ცუდი ავტომატიკაა თან. ხო, ცუდი ლანსერი არის. ხო, ლანსერი. კაი, ვიპოვე. $700. მდგომარეობა არ აქვს ზრავი, რა ჩემი აქვს ახლა. რას ყიდი? ფორმულები ხო მეც მიყრია სახში. ვა, Alfa Romeo 150. აუ, აი ხა Alfa Romeo-ზე როგორ არ დავრეკო კაცი Alfa Romeo-ს მე პატრონე ვარ. ის Alfa Romeo არ მოგწონს? ბიჭო, Toyota Prius-ი გაიჩიდა. ანუ ამითი გავილით მთელ საქართველოს 10 ლიტრად. იმას ხედავ რაღაც ზოლები რო აქ უეჭველი მითრეულია. ნახე ჩასაბმელზე იყო. მოდი ვნახოთ. და რაკეთ რეალური მომყიდველობა აღწევ. არ გეხოცებ გაურეკე და უთხარი რომ არარეალური მყიდველი ვარ თქო რა და ფასი მაინტერესებს თქო. რომელი Alfa Romeo? 157 აუ ლეგენდარული მანქანაა მართლა. არა დაეჩარიჩე იქნებ დაიტოვა. იყიდება, იშლება, სავარაუდოდ ძავს აქ პრობლემა არ ვიცი. დროის უქონობის გამო ვერ ვაქცევ ყურადღებას, მე ვყიდი თქვენ მიგაქვთ თუ გნებავთ, დაშალეთ თუ გნებავთ, გამართეთ რეალურ ყიდვას დავაკლებ. დავუკლებ. მოიცადე რაღაცა ისეთი ლეგენდა მანქანა გაიჩიტა? ესკორტი გაიჩიტა? ესკორტი მანქანაზე იძახი? ხო, Ford Escort. 98-იანი თან რა. რალიში რაც კარგად მუშაობდა. ნორმალურ მდგომარეობაში ტექ ინსპექტირებას პრობლემად გადის, კარგი საყრობები აყენია. მოვაყოლებ ზამთრებისასაც. ბიჭო, 1 და 4 არის. ეს კაი, ეს არის ყველაზე კაი ვარიანტი. კარგი რა არის, ნახე, ვიზუალურად პრობლემა რო აქვს რა და მაინც ეგ ფასია, ეგ იმის მანიშნებელია დიდი ვარაუდით, რომ ტექნიკურად არის კარგ მდგომარეობაში. გალამაზებული რო არის და იაფი როა, ესე იგი რაღაც დედა აქვს ნატირები შიგნით. ხო და ნახე, მე რას ვამბობდი, რომ თან ესეთი მანქანა არის. რომ დირტში მე ვასებოდა ძმაო. მოგიხდება ძალიან. მე რა მომიხდება შემ დაატარო მაი. მანქანა იქოქება გამოსაცვლელი აქვს მოტორის ზედა პრაკლატკა. რა ვიცი. ფასზე მეულაპარაკოთო $600-ზე უწერია ეგრე. პრაკლატკა რა არის მოტორის ზედა პრაკლატკა? ამასაც პრაკლატკის პრობლემა აქვსო და XP-აც ყიდის $700. ეხა ხო ვიცი ხეროდინაში იქ რა ქვია მთელი საძმაკაცო სანაცაო ჩარეული ეყოლება მანქანის ყიდვაში და ხო ვიცი ხა იმაიმუნებს ეგ ყველა გადაცემაში მაგას აკეთებს. ნახე ვინ რეკავს. სლენდერ იგრძენი? ვარშავაში ჩავიდა და ეგრევე დამიდეკა. ბიჭო, რამე კაი მანქანა იქნება გააძრო მან დიაფათ. $800-მდე. ნახა, ოზი ჰოსტორიმაზე ვდგავარ რო. კი, მანდარი, მაქიდან მიდიხარ ქალაქში.
ოკეი. ო. აქედან ქალაქში. იგარი ხარ, ხელი შეგიშალე, ამას არ მოდი. არა, მანქანა გვინდა, სლენდერ, ლანსერი მომყიდე რა. სადღა ლანსერი. აი, დანები დაიგრე. კაროჩი მანქანა გავაძრე $700 რა, $750. A-კლასი არის Mercedes. A-კლასი მოსულა, მექანიკა უეჭო. ავტომატიკა. 1.6 ძრავია გადახურებული თერმოსტატის გამო, სჭირდება გალოკის პრაკლატკის შეცვლა, იქოქება, მაგრამ პერებოი აქვს, წყალი გადააქვს სვეჩებზე, დანარჩენი ნორმალურ მდგომარეობაშია, კარობა დიალოგ მდგომარეობაშია ალბათ. დანარჩენიო შვენივრად არის. აქეთ მხარეს ცოტა უჭირსო. Hyundai Getz არსებობს ეგეთი? ხო? მე Toyota ვიცი. Hyundai Getz. მაგარი ეკონომიურია საკუთარ. კი, ეხავე დავრეხავ. ურეკო უკვე? ალო. ისვენია. გამარჯობა, ხომშვიდობა, ისეთი ხმები იყო. რაღაცა წოწოდა. გასაგებია. კი ბატონო, გენაცვალეს ბაო გაიხარე. მანქანაზე გირეკავ გეცე. კი, გიცვენ. ვიცი რა არის ფოტოები თავიდან სხვა არის, მე ბოლოში ეს ერთ ფარი არა აქვს. ანუ სანამ ავარია მოვიდა და всё, გასაგებია, სანამ ავარია მოვიდა და ეხლა რა მდგომარეობაშია? იდეალურ მდგომარეობაშია, გარედან ვიზუალური და უყურადღება სპორტის ბეჭი, მანქანა, კაროთა, ყველაფერი მუშაობს, ვიდეო ჩაკეთებს. კი, ძმაო, კი, WhatsApp-ზე შეგიძლია ჩამიგდო? აიბეში და მამაზე ამ რომელზე და განახე ყველა. კარგი, არ არის პრობლემა. ეს სად იმყოფები შენ ტერიტორიულად ეს მანქანა? თბილისში, გაშ. თბილისში გნაში. ეს ფასი ეგ არის ბოლო? რავი, ბოლო ფასია. მე თვითონ მატონის და კაროქის პასაპორტი. კარგი ძმაო, აბა მოგწერე ხა და ჩამიგდე. კარგი, დამამატე. კარგი ძმაო, კარგი. რამდენად ყიდის? $800. იმენა 800-ად? ხო. კაია. არა, მანქანა იდეალურ მდგომარეობაშია, просто გარედან აგდე და აი, გავი. ძალიან დედა აქვს მოთქო. ბიჭო, კაროჩე, ეხა ვიდეოებს ჩამიგდეს და გავიგებ რა. მე შენ განახებ კიდე ჩამიგდეს. აი ესეთი ტიპი არის, ერთი წამი. ის არის? Peugeot-ა. აი ესეთი როჟა. მეცე იმისი ისა და ამასაც ცოტა ნახე ვიზუალურად აქვს ცოტა გაფუჭებული მხარე რა. მაგრამ მოიცა შენ შენს განახებ. აი ეს. ანუ შეიძლება ეკრანზე არ გამოჩნდეს, მაგრამ კაპოტზე აქვს ლაკი ამძვრალი და აი ვიზუალური დეტალები აქვს რა, რაღაც ცოტა გარედან არის, მაგრამ ტექნიკურად როგორც მითხრეს, ანუ ყველაფერი რიგზეა რა. ხო და ეგ რამდენად არის? ბიჭო, მე მგონი 800, მაგრამ მე მგონი დაგვიკლეს. თბილისშია. თბილისში, ხო, თბილისშია ვკითხე. სამის გადმოვიდა. დაურეკო. ანუ რაც ნახე, რაც მომწერა, იქოქება დადის, არ ქრება. ზუსტად არ ზუსტად მეც არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი ანუ მე მგონი მამა ჩემის მანქანა იყო, თუ არ ვცდები რა. ხო და. დავაი დაურეკოთ. აი ეს არის ნომერი 599. ბატონო, გაუმარჯოს. მანქანაზე გირეკავთ? რამდენად სწორად რეკავ? რომელ მანქანაზე მითხარით? თუ არ ვცდები Hyundai არის წითელი, ხო? წითელი, ხო, მომხმარებელი კი არა და მყიდველი ვარ კაცო ბოდიში. ის არის, რა ქვია. მანქანა დადის, ანუ პროსტა რამე რომ ანუ ეგრევე რომ ჩავჯდე და გავიქცე. არის მაგხოძე რამე მანქანა? რა არის იცით? ანუ ეს ერთი თვე არ დამიქოქია და გუშინც მცადე დაქოქვა რა. ხო. რაღაც ხო აკუმულატორი იყო სლაბი და ვერ დავქოქე და ის ერთი თვის ჩაოლებინოთ დავქოქე და გაიარა დავდიოდით ეს ვაკატავდით ჩემთვის რა. გასაგებია. და აი თქვენი ბიჭისგან გავიგეთ სხვათა შორის მანქანის შესახებ. ნიკა ტაყაძე, ხო? ხო, ნიკა კი. და ისე ხო ძველი მანქანა ეხა. არა, მესმის, რომელ წლიანია? 96-იანია. არა, იცი რა, თავარი არის რომ გაგვატაროს რა, თორე ესე რაღაცემა რო იჩხაკუნოს, ეგ არ არის პრობლემა რა. ხო, ანუ კარების რუჩკები აქვს, მანქანის შესაკეთებელი, მანქანის ისე იყო რუჩკები, რაღაცები აქვს შესაკეთებელი ხა.
გასაგებია. რო ჩავждდება არ გადმოვალო? რო რამე ის არა ქვია, მაგას ერთადერთი ესე იგი აკუმულატორის თემა, თუ ვერ ესე იგი აკუმულატორი უნდა მოვიტანო რა, ეგრე გამოდის, ხო? აკუმულატორი უყურეთ მე ახალი დავაყენე, ახალი რა, ანუ გაიმუშა, მაგრამ რო დავქოქეთ ვიარეთ, მე ჩემთვის დარჩა კრემები ჩასახსნელი. ხო. და დაждდა რა, შეიძლება პერემიჩკამაც ჩვეულებრივად ამუშაოს, ან დატენვა შეიძლება უბრალოდ დაიტენოს 10 დაждდება თუ 15 დატენვა და იმუშავებს რა. და რა ვიცი, ახლა თუ დაინტერესდებით, მე კიდევ ვცდი დაქოქვას. ხო. და დაგირეკავთ რა. კაი, მოდი, აბა ცადე და დამირეკე თუ რამე და რო რამე სად არის ეგ მანქანა ტერიტორიულად? დიდი ღონში. შევძლებთ რომ ამ უახლოეს დროებში მოვიდეთ? რა 1 საათში ალბათ აი. დღეს ახლა ვეღარ მოვასწრებ, მე სამსახურში ვარ, მაგის დაქოქვას და ასე შემდეგ. ნახეთ ჩვენ ისა ვართ, რა ქვია, ვართ ხალხი რა მოკლედ და შეგვიძლია ეგ ამბავი რა, რო რამე მოვიდეთ და დავოპერემიჩკოთ ასე ვქვა და იმასავქნათ რა. ნუ ვიდეოსთვის გვინდა რა პირდაპირ გეუბნები. ვიღებთ რა ვიდეო. მითხრა ხო რაღაც ისროა. კი და რო რამე სამაგისო ხალხი ვართ, პერემიჩკები გვაქვს. კაცობა გაგვაჩნია ადამიანო. ხო, რა ვიცი თუ მოგვეხმარს. კი და თუ რამე და ადგილზე ჩვენ რო რამე შეგვიძლია და აუდგე დავკუგო თუ ეგ პრობლემაა მარტო რა და თუ გამართულა თუ დადის მანქანა უბრალოდ თუ დადის, ეგ შეგვიძლია გავაკეთოთ რა, მოვიდეთ. კი ბატონო, როდის შეძლებთ მოსვლას? ჩვენ ეხავე შეგვიძლია პრინციპში გამოვიდეთ. ხო, მოდი ახლა გადავლეკავ ჩემბისთანაც, რომ ისაც მინდა რომ იყოს ადგილზე რა. კი. და იძახდა რომ რაღაც შემეხმიანე რომ მეც მინდა იყოს. კი. ხო და ნახოთ ამას. ჩემს უყურებს ეთყობა ხეროდინაშვილი უთხარი ეწოდინება. ხო, მაგას იძახე სულ ის ვარ უყურებო ხეროდინაშვილს რა და მაგას. მადლობა გადაეცირო ესე. კარგი ბიჭია თან. ხო და სულ ეს იმაშება რა თქვენს ხსენებაში აი ხეროდინაშვილი მეთქი შვილო ვინ არის ერთი გამაცანი აი მოვა და გაგვისტოს რა დრიფტავ რაღაცებს ვაკეთებ მანქანის კონტენტები მაგ და ეთყობა მოსწოს რა აი ბიჭია მოკლედ მადლობა გადაეც მეც რომ მოვალ პირადად ხელს ჩამოვარდე მადლობას გადავხდი და რა ვიცი ხო კაი დაურეკავ ეხა და შეგეხმია კი გამაგებინეთ აბა ბაზოზე კაი აუ რა გოლიგა შეშეგე ბიჭო აი ვერ გაუტეხე რა ხეროდინაშვილის როლი მოვირგე ეგრევე რა გამოიწერეთ მეგობრებო არხი მოიწონეთ ვიდეო აუცილებლად და ძალიან ბევრ 10 ლიტრიან ჩელენჯს შემოგთავაზეთ დავრეკეთ გამარჯობა მეგობარო შენ ნომერი მომცეს 206-ის თაობაზე მანქანის თაობაზე კი მაინტერესებს მანქანას რა ჭირს რა ანუ ვიზუალურად კი ნახეთ მაგრამ ანუ რა პრობლემები თუ აქვს ეგ მაინტერესებს პრობლემები არ ვიცი ტექნიკურად ხარ ზუსტად არ ვიცი რა მაგრამ რაც მე ვნახე არაფერი აჭირს ანუ შეიძლება უჩქოთ გოგლი ის კომენტს კარგად მაგრამ მე ვერაფერი ვნახე ისეთი აჭრობოთი ხდება დადის ავტობანეთში ყავი და სულ რაღაცები კაროჩი შეულებრივად დადის რა ვერაფერი ვერ შევატყე მე აჰა შვენიერი კარგი ბატონო ფასი რა აქვს მანქანას $800 დაკლება შესაძლებელი არის ცოტათი მაინც აი არ ვიცი რა შეიძლება 750 მაქსიმუმ აჰა კარგი შვენიერი ნახვა შეგვიძლია მანქანის კი ისაში არის მანქანა კი ბატონო მაშინ მოდი მასე დაგიკავშირდები რამოდენიმე წუთში და ეს თქვა რა ქვია მოვილაპარაკოთ საჩო კარგი მადლობა ბიჭო წავიდეთ წამო რა ბიჭო რა კაი მე მგონი ნახე როგორ რაღაცა არის ჩვენ გვაქვს ახლა არჩევანი იმას შორის რა ქვია ფორდის კორცა და Peugeot ეს ბევრად ჯობია, ბევრად ახალია. ახალი არის, შიგნით ნაკლებად დავიბრიდებით. კი, და ცოტა წაწოს. მოტორზე არ დაგჭირდება, რომ ეს ვქნათ, რა ქვია, ჩაურთოთ ხოლმე გაგრილება. ვენტილატორი. კაი, რავი, წავედით. დავიძრათ. Peugeot აკოლია ხა. ფრანგები არა ხო? არა, აკოლი. ფრანგი არ მაქვს ვარც ერთი რაღაც. თუ არ მეშლე, იტალიელები ყავდა, გერმანელები ყავდა. აკოლდებით. კაი, რუსულებიც ყავდა, მაგას ყიდველი მე აღარ ვარ. ალო, გამარჯობა, ისევ მე გირეკავდმაო. თუ შეგიძლია მისამართ ჩამიგდო და ეხლავე დავიძრებით. კი, ბატონო, WhatsApp-ზე. სადაც გაგიხარდება? კაი. კარგი, მაშინ დროებით ალბათ გიხვალოთ ცოტა ხანში. მომისმე, ეხა მომისმე, უყურე. აი ესე ფასტე დაიჭირე
და უთხარი რომ აი 690-ად გამატანისქო რა და მივდივარ თქო 69 მერე 0 რომ მიეწეროს ბოლოში არა აქ მშელოშვილი 700-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო არა 700 ნაკლები უნდა ყოფილიყო დავაი სადო ან ფასზე იმენა ივაჭრე კაი შენ და გონია რომ გადაობა იქნება просто ნახოთ ჩვენ ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობების თემა მე ზოგადად მეც არ მეხერხება მე არ მეხერხება არ მიყვარს უბრალოდ იმიტომ რომ თვლი იმას რომ ადამიანი რასაც აფასებს ხოლმე რაღაცას ანუ იმ ფასად უნდა უღირდეს რომ ყიდდეს რა გინდა ვევაჭროთ ანუ იგივე თანხა 750 მოვცეთ მაინც რა просто ნახოთ თუ დაგვიკლებს კაი თუ გინდა ეგრევე კაი ბაზარი არა თორე $50 დეცვატირი ანუ მაღაზია ვაფშე არ არის ეგრე ვქნათ მაშინ რა წავედით მაშინ კაი Let's go! ისინი დასაკეთებენ ეგ მაინტერესებს მე ახლა. აი გავდივართ ეხა რა. ნახოთ მანქანა. რა მაგრა რეკავს თო რა კაცი ხარ ბიჭო. ალო. აქა ვართ ალბათ. სადღაც შემოვედით. პირდაპირ უნდა წამოხვიდე. 16-იანი რო არის. ხო. მე უნდა შემოხვიდე მარჯვნივ და მე მარცხნივ შემოსასვლელი корпуსებში რა. მოიცა აბა იქნებ. რამე ერთი წამი იმედია მანდ არის რაღაც ხილბოსტანის მაღაზია ის არის თონია რა მანქანით ხარ ალფა რომეო ჯულია ალფა რომეო თემან აჰა რაბანას მანქანი აუ კი რაბანას მანქანი ნამდვილად კი რაბანას მანქანი კარგი ბიჭია რა იცის ყველაფერი მოიცა გამოვალ იმედია გამოვალ ეხა უკვე რა ხო პირველ რიგში ტიპი რომ მიხვდეს რა რომ იმენა პროფი ხარ ხო მანქანის შემოწმებაში რა ანუ ზოგადად ეგ მიდგომა უფრო ასწორებს რომ დაინახოს რომ ანუ პროფი ხარ მაინც იზმენა აქ და პატარა რაღაცაზე შეიძლება დაგიკლოს რა რომ მიდიხარ საბურავს მიარტყი ფეხი აი ეს ზემოდან ეს პირდაპირ ეგრევე ხო მივარტყა ხო მიარტყი რომ ნახო აი მანქანა ცოტა უნდა შეკანავდეს და ნახო რა როგორ კანაობს მაქნა რაღაცა დასკვნებს გამოიტანო კაი სანამ იქავა ძალიან ყანყალებს აკანყალებს სანამ იქავა მაშინ გავაჩეროთ ეს მანქანა და ამაზე გავტესტავ კი ბატონო ბაზარი არა მამაკაცურად უნდა მიარტყო აი შეგიძლია ხმად მიაყოლო რა ნიკა ხო გესმის შემიხმა რომელი ხარ ბიჭო შენ რომელი ხარ ხეროდინაშვილი ვარო მე ხეროდინა რაბანა ვიგიცანი მიდი აბა გელოდები და დამინახავ კაროჩი და რო დამინახავ დაიყვინე ხო იცი შენ მანქანას უზებიათ ჯიგარი ხარ მიდი გელოდები და მარცხნივ ჯერ თან უნდა გავჩერდეთ აქ უნდა გავჩერდეთ კი აშკარად აქ უნდა გავჩერდეთ კაი აქ მივაყენოთ და ხო არ გადაურეკავ ვაფშე კი გადაურეკავ ახლა ურეკავ არ ჯერ გადავიდეთ ის ვქნათ რა ქვია გავიაროთ აქ კაი სალამი შენ როგორ ახარ ახოს არის ხო სად არის უკან არის ეკით უნდა წავშ და ჩაჭიქ მანქანაში так ეხა უყურ ხო შენ ახარ ძმაო ეკითხებ ხო ეს ხელს არჩევ რა ეს არის ხო ეკითხებ რა ჯერ უყურებ ჯერ ესე უყურებ მერე მიდი გავაკეთე მეკრილოს არ გავარტყე მე მეგონა რა რაღაცა ესე უნდა მექნა რა და მამაკაცურად შენ იმენა ესე ხო ეგრე ეგრე ანუ წილი დავარტყა მე მანქანას აკვირდები როგორ ქანავს რა რაღაცა არ მომწონს ეუნები რა მე მიდიხარ ამაშველი არა მეორესთან უყურე იქით ამასთან მიდიხარ და უყურე ხელებს ასე აყრდნობ აი ესე რა ესე მთელი ტანით ხერო გესმის ხმა არა გასხონე პირი მოსოლებული აქვს უეჭო ოკეი უეჭო მოსოლებული ზო მზად ხარ ეხ შეგიძლია დაურეკო მიდი შენ შეგილი გამარჯობა მეგობარო აი მოვედით იდეაში და კაი ზევით უნდა მოვიდეთ ის მოსახვევი რო არის კარგი ცოტა ზევით უნდა ავიდეთ ფეხით ავიდეთ თუ მანქანით კი არა პრობლემა ეხლა ფლად მანქანით რომ მივიდეთ და ამ მანქანით მივიდეთ და ამაზე უარესი მანქანა ვიყიდოთ ცოტა ისაა რა ქვია ამ მანქანით ვაფშე სადმე რომ მივდივარ ყველაფერს მიკლებენ დამიჯერე ხო და ნახოთ ერთი რის საშუალება გაქვს ნახოთ შევხედოთ მოვედით უკვე ნახავდით რომ მოვედით ადასტურებ თვალი კაციო რომ მოვიდა მართლა აქ არის და ეს არის მანქანა რომელსაც თვალი დავადგით აგერ მანქანა არის რომელსაც თვალიც დავადგით და ყველაფერი დავადგით და აგერ და მოდი ნიკუში მოდი ეს ნიკა თან გამომწერი აღმოჩნდა სხვათა შორის
წეღა მეუნებოდა ამ წამს გამოიწერა, მაგრამ ნუ ხო ხვდებით მაინც არა უშავს ყველაფერი მისაღებია ნიკუს. ერთი წელია გამოწერილი. აი ეს მინდოდა რომ გეთქვა ჯიგარი ხარ. რა თქმა უნდა ყველაფერი დადგმული იყო მეგობრებო. ნიკა აგვიხსენი ხა ეს მანქანა ხო იცი რისთვისაც გვინდა. ჩვენ ახსნილგო ნიკას ახსნას არ იყო საჭირო ყველაფერს მიხვდა თავისით რომ რას იძახიო მოდითო და დაჟიო სახში აგიყო სუპრას გაგიშლით და ყველაფერი ნიკა არ არის საჭირო მართლა. ეს არის უნდა იაქცენტი 1995-იანი 1 და 3 ო ძმა მომყიდა უკვე იმენა ისე დაიწყო მიდი 1 და 3 და დაახლოებით 200.000 აქვს გავლილი. ზუსტი ციფრები რო გითხრა რამდენია გარბენი ხო არის? აი ცალ ნახავ. 299,982 კილომეტრი. 300.000-მდე დაახლოებით. 300.000. იმდენი ხნისაა ეს მანქანა რომ გასაგებია. 5 საჩქარიანი მექანიკა. აი, კაპოტი რო ამეციო შეგიძლია? Oh fuck. საკმარისია ჩემი აზრით. ყველაფერი გავიგე. ყველაფერი გასაგებია. ძლიერი მოტორი არის ადგილიდან მაგრეიც. შენ გესაუბრეთ? გამარჯობა კიდე ერთხელ. всё, რაც გვინდა შეგვიძლია უქნათ. დავაი, კაცი. კაი, ბაზარი. ო, დაგორებას, დამტრევას და რაღაცებს არ გულისხმობდნენ. ანუ, უნდა შევამოწმოთ. აი, ძირს რაღაცა არის ახლა. რაღაცას. ეს რა გაზდის? მართლა ვont. თუ ამისი ხო. Хорошо. რაღაც სითხე. ძრავის ქვემოთ კი დაიმთხვა. არ ნაწვიმარიც არის ახლა და ხო, ნაწვიმარი, აი ეს დარჩა. ნაწვიმარიდან ეს დარჩა მარტო. აი მარტო ძრავის ქვეშ. ო, ეგ არ დარჩებოდა ხო. ნახმებია. მე რა ვიცი, ახლა. შენ ამოწმებ ძმაო, მე კი არა ვარ. ცოტა პირი აქვს მოსალებული? იმას, ამორტიზატორს. არა. შენ არ გესმის ახლა კი. არა, ჭრაჭუნი გავიგე ხა. სხვა არ ვიცი. არა, ჩემი ხელის ჭრაჭუნი. ოზი არ შემარცხინო, ოზი. პირიქით. ეგ არის, ხო. შეძლებია, ნახე რა გინდა. აქ მე მგონი ედება და არ გაუფუჭო თუ ის კაცუნებს შიგნით. ხო, ის კაცუნებს. ამას აქვს ცოტა, აი აქ პატარა ის რო არის, მაგას სუდათ იმაშვა. რა ედება საერთოდ, მაგრამ ეგ არა. ბიჭო, ხათაობა რა არის, იცი? ოზი ხო ყავს საჭესთან. დისკებზე ნახე რა აწერია. ოზია. ოზის ისინი აქ რა ქვია, დისკები. ბიჭო, სხვათა შორის ადრე რა პატარა რო იყავი, კომპიუტერს ვთამაშობდი პირველად რო მქონდა ოდა ზეტი მქონდა პროსტა წერტილებით თან რა. ეგო, იქიდან მანქანების ბრენდიდან გამომდინარე თუ ისე უბრალოდ? არა, ეგრე მქონდა და მე Need for Speed-ი ვითამაშე და ეგრე. იქ ნახე ოზი. ხო და მეთქი ეგრე არა მქონდა. გიხარია რა ბანას რო აძლევ მაგ მანქანას? კი. მე არ გამიხარდებოდა შენ ადგილზე. რატო? კაი ესეთ კარგ მოგონებიან მანქანას იმას არ ვადნდობდი. ისე 20 წელია რაც. ხო, აი მაგას ვამბობ ზუსტად, აი ეგ. არა უშავს, ჩემი S60 მირჩევნია. ამ ვაჭარს არ მივცემდი. რა გირჩევნია? ჩემი S60. ყავს? კი, 3-დან 0. მაგას ამდენში მომცემნე. რო მაგას ვერ. ჩის, ეს არის, ხო? დასაბლე. ვა, ცოტა შემეშინდა, იცით? კარგი, ეს თან არ გამიტესტავს, გამოვიწერე. მეთქი ეგდოს მანქანაში, რა იცი, ადამიანს მანქანა რო ყავს, საჭირო ნივთია ძალიან. რა იცი, იქნებ ვიღაცას უნდა ხელის გამართვა, იქ ბორბლის და საბურავის მაპატიეთ, დაბერვა რაღაცა, უნდა კონდეს გეგდოს რა. კარგი, ეხა რა ხდება აქ? მოგლეთ. ეხა რო ავფეთქით. ვახ. ვახ, მოიწევ. მენი ცოტა შორს დაიჭირე შენი თავი მაინც მართლა ახალგაზრდა ბიჭი ხარ და მომავალი გაქვს დასატოვებული მე ჩემი დრო გავწურე უკვე ამ ცხოვრებაში. ბიჭი რაღაცას კაცუნობს და მე მგონი უკვე მუშაობს, იცი? ხო? აბა ნახე. ნახე. მაშინა დაგჭირე. ნიკა, იცი რა უნდა ამას? ნახე აი არა, გეტყვი ხარ რაც ჭირდება რა. დაიქოგე ღმერთო და უძახე და ეს ხო უნდა ჩავრთო ვაფშე რა აქედან. ეს კი ხო? მოიცა? აუ ჩართვის გარეშე როგორ უნდა? ბიჭო, ეგ რა არის, რა სამოძრაო?
ის არის განსართავი. ხო, ნეიტრალში არის, მაგრამ აქეთ. მოიცა ნახოთ ნეიტრალშია თუ არა. არა, ისე არ დაკოქო. არ არის ნეიტრალში. არ ყოფილა ნეიტრალში. მაიცა ჯიგარო. იმდენად აზერზე არ ვარ. Так, ესე არ ნეიტრალში. რუჩნიკი ხო იჭერს? კაი, ცეპლენიას დაადგი. აჰა, ცეპლენიას ჩავაჭიროთ. ოკეი. ეს არის პირველი. ხო. პირველში. აი ნახე როგორ დადის? შეხედე? ხო, აუშვა ცეპლენიას. ცეპლენიას აუშვა, კი. ეხლა შეგვიძლია გაარჭო გასაღები და დაკოქო. და ნახო. შატკა ნახე? საჭის შატკა რაღაცეები. იგი ნახე. ეს არის ვარნაძროხა. ოკეი, კაი. ჩაკეტილი არის. შეიძლება ჩაკეტილია. აი, ჩაკეტილია. თუ ხო, მაშინ იცი რა უნდა, თან უნდა გადაატრიალო და ეს ცოტა უნდა გადაწიო ზაჟგანია. ეს ტორმოსხები ვაჭირო თუ არა? არა აქვს უშუალოდ, ტორმოს არ არის აუცილებელი გამოიჭრო. ეს და მიდი. აი, გაიხსნა. ეგ არის. გაიხსნა. შეძლებია, ძმაო, შეძლებია. მართლმოწმე უნდა იყოს, გუჭვილი უნდა იყოს. იგი. არა, მოძრაობს მანქანა, რა შატკა არის რა. კაი. იგი. როლავო ისეც. არა, შენ რატო გიყოდი? ეგას მეც მაგას ფიქრობ. ო არა, არ უნდა ჩართო ესე. თავისით შვება რა, ესე დარიგით. რაღაცებს გამოსცემს. რაღაც როწკაპუნობს ხო რაღაც? მოდი რა, მანქანა იმას აქვს რა. მანქანის ისვსადოთ რა უეჭველი რა. ბიჭო, დასტუკებული არ არის ნაღდათ ძრავი, იმიტომ რომ დასტუკებული არ არის, სტუკის ხმა არა. არაფერი, ეგ არის. არა, მე მგონი ცოტა აცდენა აქვს, ხო? რისი? ცილინდრებს შორის. კაპოც ხო არა ხდი? დავაი. სადაა ხო ეგ? სადაა? აი, რაღაც აი აქ უნდა კონდეს, აქედან ვერ ხედავ. გამოსაკაჩი უნდა კონდეს. ბიჭო, აქ არის რაღაც გამოსაკაჩი. არა, აი კარგია. აი, მეცა. არაფერი არ არის აქ. როგორ არ არის? სად არის? ხედავ რამე? ნუ მარცხენოზი. სად არის რამე, ბიჭო? აისა. მიდი ძრავი ნახე. აი, აბა. დავაერთეთ. მოიცეცი. მეტი ორ წუთია რაღაც. ვაცალოთ. არა პრობლემა. რო რამე ტიპმა დამირეკათ ემქაზე როა. მანქანა რა. ესკორტი თუ რა ერქვა, ესკორტი ხო? ხო. ოზი, ნახე, ზოგადად. იმას ვეძებ. კაპოტის იმას რო 4-ვე თითით არ იწებ. იწებ 2 თითით. 2? კი. ჯობი. კი. მიდი, ეგრე ჯობი. სადა? სადა? აბია, ბიჭო, არა. ეხლა ვენტილატორში რომ მოყვეს თითი. აჯერ არ იქნება ჩართული. არ გაცხელდებოდი. ცენტრში ყოფილა. აი, სულთაგან შემოხდა. არ შემიძლია ძმაო, რა უქნა, არ ვარ ეს მაჭარი. ბიჭო. რა უქნა. ნახე, რაღაცა მოძებნე, ისეთი, რაღაცა ისეთი. რავი, აი, რა არ მოგწონს, მიდი მითხარ. აი, ნახე. რაღაცა აკლია, შტეკერი, ხედავ, ცარიელი აკლია. აჰა. აი რა, არ ვიცი, კითხე კაცი. ხო არის ხო? არის. ოპა, არის ის რა. ხო და მე რა ესე იგი ხო, კაი. უნდა თქვა, აი რა, ესე იგი რაღაცა აკლია. დამძრალი. ეგ არ არის სერიოზული. რამე ისეთი გვინდა უფრო. ეს დაკოქილზე ზეც არ ამოწოდა. არა, ეგ არ ქნა. ვისწავლე? ეგრევე მიხვდებიან პროფები არა ვართ, ეგ არ უნდა ქნა. მამაღარო პროფები არ ვართ, მაშინაც მიხვდებიან პროფები. არა, ვერ გაიგე. კაი.
ხორდა ისე ხარ. ოტო თუ არ და წავალ თუ. დაბრედილია ხო ესე იგი რახან არის ქოქება რა? აკუმულატორი ვაფშე ბოლომდე ეთყობა? არ არის აკუმულატორი ძრალე? ოჰ, ეს რაღაც ახალი. კაი, ერთხელაც წადო და თუ არა და არა უშავს რა. გვაქვს რაღაც ვარიანტები გავივლით რა ისევ. იმიტომ რომ დროის ამბავში ძალიან ვიწურებით. მოკლედ არის ქოქება რა. მთელი ჩვენი მუღამი არის რომ მანქანასთან რომელთანაც მივად იქოქებოდეს და დადიოდეს რა. ხო და ეხლა ამ მდგომარეობაში ამის შეძენას ვერ შევძლებთ სამწუხაროდ და მოგვიწევს სხვა ვარიანტი გვაქვს და ეხლა მან წავალ სავარაუდოდ. მსგავსი ავტომობილები თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ ბევრად უკეთესი და ახალი ავტომობილები ჩამოიყვანოთ ხოლო ავტოიმპორტის მეშვეობით როგორც ამერიკიდან, ასევე კორეიდან. მომეცი რამე ხევთ ბაგაჟნიკში ნახე რა. ჟანგი რამე ნახე შეამო. მე მგონი ჟანგი აქ არა. აი ხერო სულს უშვებს რაღაცა ისეც რო არ მომწონს ხა ის. ეს შენქენი? თავისი გამონაბოლქვი არის რაღაცა ანუ ო ბენზინის სუნი არის მაგრამ ოპა, უეჭველი ბენზინზე იქნება. რაღაცას გვატყუებენ, ბენზინზე იქნება უეჭველი. ბიჭო, არაფერი არ არის ისეთი, რომ ჟანგი არის, მგონი ცოტა. არ არის ჟანგი. მაგაში არ გაგვიმართ. ხერო. ბიჭო, კარგ მდგომარეობაშია, მაგ ხერო, ესეთ მდგომარეობაში მაგას ვერ მივიდი. ნა, მომისმენთ, მოყურე. მნიშვნელობა არ აქვს რეალ რომ ჟანგი აქვს თუ არა. მიხვდი? წარბები უნდა შეკრა მაგ დროს. ბიჭო, არა. და ბიჭო, არ შეიძლება ეგრე, ანუ აფერისტები ხო არ ვარ. ხე? აი, ამაზე უთხარი ძრავზე რატო არ აყენია თქვა. აყენია ძრავზე სხვა ისედაც და. ხარი შეიძლება. შენ რო თქო. შენ ყიდულობ მქარს. მე ვყიდულობ მაგ. ხო, მე ვიცი. ეს ძრავზე რატო არ აყენია ეს ხო არის? შეფიცე. შეხედე, შენ ხო გინდა რომ ნაკლები დაგვეხარჯოს. ხო. მერე? შეხედე, ნაკლებად რომ მოგწე მანქანა შეგიძლია. როგორ? ნაკლებად რამდენი მაგარი? რა ვიცი, არა. 690-ად შეგიძლია? 750 არის, ბორო, იქნება და ცოტა. ცოტაც. ნახე პირველ მანქანად ყიდულობ რეალურად. პირველი მანქანა, ხო შენ? ხო, ვაფშე. ანუ მანქანაზე არ უნდა რომ პირველი არის, ხო? მესამე გადაქოქვა არის ალბათ. აი, 730. 730? 720. ხედავ, თავის ტაქტიკა რო აქ დაკლები ის. ნახეთ რამდენად მუშაობს. 720-ზე ვართ მაინც? 25? არა, ბოლო არის 730. ხერო $20 დავაკლებინეთ, $70 დავაკლებინეთ რა გინდა. გაწყობს? ეგა. მე ვფიქრობ საბოლოო ჯამში კაია. საბოლოო ჯამში არაფერი არ ჭირს მანქანას ეს. მართლა კაიდი. იცი რა, მე მგონია რომ რა ფასაც მეუბნებოდა თავიდან ის ფასი უნდა იგი სახა უნდა გადავხარო თავად. 750. ხო. ნახე ისეთი მანქანა არაფერი არ ჭირს. ხელის შოლება არ უჭირდება ძმაო. ჩვენ გვაინტერესებდა 750 და უბრალოდ დოზი რამდენს დაგაკლებინებდა, თორე მაინც 750-ს ვაპირებდით რომ მოგვეცა, ანუ $50 არ დავუწევთ. ამას შემდეგ ოპონენტს დაურეკოთ, ოპონენტი რა შუაშია და რესპონდენტს. ჩვენს მწერსა და ოპონენტს. ჩვენს ხო, ლოკაცია ჩამიგდე ზუსტად სადა ხარ და მოვალ. მოკლედ მე როგორც კომპეტენტური ადამიანი ჩაგვახედე ყველაფერს. ჩაგახედებ აუცილებლად. მოკლედ არ იყო იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვიდეო სჭირდებოდა რომ ყოფილიყო და დროის თემაში ძალიან შეზღუდულები ვარ და ვიწვევით. ხო, რაბა. ბიჭო, რა არის, იცი, ჩვენი მუღამი არის ეგ რომ მანქანა იქოქებოდეს და მიდიოდეს. იქ აღარ უყურებთ ვიზუალურ მდგომარეობას და ასე შემდეგ რა და არისო მაგ კონდიციებში მანქანა სამწუხაროდ ნიკას ძალიან გული დაწყდა და ნიკას აქედან დიდი პატივისცემა ჩვენგან ძალიან კარგი ბიჭია. ძალიან ბევრი მოინდომა. მაგრამ
ნიკას ჩვენ დავპირდით, რომ ნიკა თუ შემდეგში ეგ მანქანა ხოძე იქნება, ხერო დინაშვილის შემდეგ ვიდეოში წესით დარიგით ეგ მანქანა თუ ხოძე იქნება, იყიდის ხერო აუცილებლად მაგ მანქანას რა. და თუ არ იყიდა რა შეპირდი? აგერ აი თუ არ გავაპაზორებს ახალ მეთქი. მეტი რა ვქო. ის რა გაგვიმართლა ამ ტერიტორიაზე გვიწევს ტრიალი. ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშაყოა. ბოდიში რა. ბიჭო რა იმენა. გამერმის ხოლმე რა. ასაკი ემატევა ჭკუა არა რა. აუ იმენა რა. აუ ხო არ გადაობ ამას შეხედე ყველაფერი შიგნითა. ანუ ესეც ბიჭო ეს მჭირდებოდა როგორ უნდა დაქოქო აუ იმენა ოზისთვის არის გამოშვებული ეს ყველაფერი. ყველაფერი წერია. აუ მოიცე სკამი გადმოდის და სკამის ქვეშ კიდე სათავსო აქვს. ვაფშე მაგარ. ხო არ გადაობ. ვაფშე მაგარ. ოზის აქ ლუფერს ბარი ხო ქვია ზუსტად. ხო და აი სასმელები შეგვიძლია გავტენოთ ხოლმე წავიღოთ შენთან. ბაზარი არა. რას კონტრაბანდა. მარტო წავიდა ბიჭო ამ კონტრაბანდაზე. აბა რატო უნდა დავაგო რამე ბიჭო? თუ გევასებათ ბარები და დიჟენები ოზისთან ოზის შეგიძლიათ ესტუმროთ. მე ხშირი სტუმარი ვარ, მაგრამ მისწორდება ხო. როგორი პლეისმენტი იყო? ბიჭო ძალიან კაი იყო. მე შეგიძლია ჩემთან ბარში დევხარ ხოლმე, ეგეც ძალიან კაი პლეისმენტია ხოლმე და მიხარია. ძალიან კაი, ძალიან კაი. აი გამოყვანილი ყავს ტიპს მანქანა, უეჭველი არის. აი. ოიუსე. დამიკეტე გარები, წამოდი პატარა ბიჭი. შეიძლება ხო კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს უბანში. სალამი. სალამ. აუმორჩის. კაი. აუ ტრიანია. არა უშავს. კარგი შემახედე ერთი. არა ეს სულ ბევრად ისე გამოიყურება ადეკვატურად. ხო რა. ეს არის გასაღები საბარგულზე რაც უკეთია, ხო? თუ ცალკე აქ საბარგულის და ეგეთ ნავარო შენია. აი საბარგული და ვერავერ მოყვაროს. ის არის რა ქვია? ჩაულებრივად დადის შუ ყოველ რა მოდი მაჩვენე აბა რას აქ ხმა. აქ არის რაღაც. უკან რაღაცა. მოხდაული. ოკეი. საბურავი ზომები ესენი. 13 და 14 უყენდება. კი. კარჩე, შენი თემა არის ესმო. კაი, ჩაუჯექი, ტარებას აქვე თუ ისწავლი, ვაფშე მაგარი იქნება. აი, ნახე ძრავები. ვენტილატორით ჩართო, ამას ველოდებოდი. განსხვავებული. კარჩე, ავიღებთ. გააზრე ტექ პასპორტი ბარემ და წავიღოთ. ასე დავილაპარაკოთ, აბა ძმო. დავდეს ფიქრო. ხელზე და არ ვიცი გვაქვს მაგდენი ბიუჯეტი? მართლა ბავშვების ის მაგ რაღაც ნახე გადადებული. აი დადის ჯერა რა ამდა. საბურავებს გაგატადები. არა, საბურავები დაიტოვე და $700 წავიყვანთ ამ მანქანას. აუ, ისე მაგრად მევასება ტიპები, რომ ესეულიან ხოლმე და თავის წარმოიდგენ რამდენი წლის მანქანაა და თავისი რვეული აქვს შენახული იმაში საბარგულში. საბარგული კი არა. ბარდაჩოკი არის როგორ არის კაცო. აი კი. მაგრამ ძალიან მევასება. ეს არის უკვე რამდენის? 27 წლის მანქანაა. ო, შეიძლება. ძალიან მაგარი. და ნახე. Peugeot 206 ცოტა გასწრეცილია, მაგრამ დაჟე ფერიც ახლოსაა, შეიძლება თავისთავად ეს ფერი იყო. კაი, აბა მოდი ნახოთ. ძრავი, ბარემ რა აქვს? 4-იანი ძრავით იქნება. 1.4-ია კი. ხო. 1361 კუბური სანტიმეტრია. მეგარი. ბენზინი, მწვანე. მწვანე, ხო, კაკრას. არის. აი? მწვანე. სათვალე მოყვება, ჩემია სათვალე. აი, არა. ეს სათვალე მოყვება? მოყვება? ეს სათვალე ჩემია, მანქანა შენი იყოს. საჩემოა რა. აკეპსტარი ყავდა სხვათა შორის და აკეპსტარიც იძახდა იმას, რომ ნეტა რამე კომპანია გამოგიჩნდესო, რომ მანქანები გიყიდოსო რა და მოვედით აქამდე ზუსტად ძალიან მიხარია. Coinmoney არის ჩვენი ახალი პარტნიორი, ჩვენი მეგობარი კომპანია და ზოგადად თუ რამე აი კრიპტოს სამყაროსთან დაძმაკაცება მოინდომე რა,
გარკვევა კრიპტო საფულეში ანუ რომელიმე კოინის შენახვა და ესეთ მარტივი ოპერაციები შეიძლება CoinMania-თი დაიწყო, ასე ვთქვათ. CoinMania-ს ყავს ასევე საიტზე თავისი გუნდი. ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ გაუშვათ, რა როგორ მუშაობს, რა როგორ უნდა გააკეთოთ, გაერკვეთ, დაალაგდეთ, აწონოთ, მაგის მიხედვით მიიღოთ რაღაც გადაწყვეტილებები. და დანარჩენი კიდე აღწერაში იქნება CoinMania-s ლინკი, კი მარტივი წასაკითხია, დარწმუნებული ვარ და მარტივად დაიმახსოვრეთ, მაგრამ აღწერაშიც რა თქმა უნდა იქნება ამ საიტი, CoinMania-ის საიტი. შეგიძლიათ გადახვიდეთ, გაიცნოთ და აქედანვე კიდე ძალიან დიდი მადლობა იმის გამო, რომ ხარში დაგვიდგნენ და აი ესეთი მანქანების უზრუნველყოფით შეამკეს ჩვენი ვიდეო. სხვა შორის. ხო, მეც ვიყენებ ისე ამას, რო იცოდი. მართლა იყენებ? კი. ან ცოცხალი მაგალითი. არნაირად გაანაღდო საქართველოს სადღაც რაღაც. კი, თავისთავად. ანუ ამით მარტივად ვიზავთ. კი, მარტივი. CoinMania-s ჯის დახმარებით. აუ ხელი მიმაქ ეგრევე აი ესე უნდა ავსიო ფანჯარა და არ არის. აჰა. პასაჟირით ყველა არ არის აქ. მე მგონი Fiat-ი იყო მხოლოდ ერთ-ერთი მანქანა, რომელსაც ანუ ამ ფასში და თან ტრაგიკ. ისწავლენია იღებს ძალიან დაბლიდან. ძალიან კარგი ტიპია. აი მიუხედავად იმისა, რომ უკანა ტრაკი ძალიან ჩაგდებული აქვს საკაიფოდ. ვერ ვგზნობ, რომ უკან პრობლემა აქვს რა ამორგზატორებს. ვიცი რამდენი გავთის და უშავს. მარშრუტკასაც აღარ დაუთვეთ. და თან ტეკ პასპორტიც აქვს. ბიჭო, ტეკ პასპორტი. გაზაფხულამდე. ატარებს ჩვენი ძმა აგერ მექანიკა სულ მეცოდნი. რატო თქვა არ ვიციო? როგორ არ ვიცი. სად გავიდე? რა პიზდეცი სატარებელია ჩი. 8 წელია არ მიტარებია დაახლოებით მექანიკა. მინიმუმ 8 წელია და ძალიან უცნაური შეგრძნებაა და დროთა განმავლობაში აუღებ ალღოს და არ შევარცხენ ჩემ გენებს ნამდვილად. მე ხوارგინას გადაგიქცა. არა, სხვაგან არ მოგიხდეს კიდევ. გამოვიდი. Так. მესამეში გვაქვს ეხა. სადოთ მეორე. დავაი. რა ჩააჭირა ბიჭო? ტორმოზი ეჭერს. ტორმოზი ხო ეჭერს, დავაი ეგა. არ სადარმეთის. ანუ რა, ცი ქალაქისთვის ოკეია, სიმართლე რომ გითხრა რა, მაგრამ მანქანა არ სადარმეთის. უბრალოდ ხმა ემატება ცოტა შორიდან, აი, ხო იცი, ოთახის იქიდან რომ ვიღაცა ბაზრობს და რო გესმის ყრუდ რა. ზოგადად რა ესეთი მანქანები. აი ესეთი მანქანების პრობლემა მე მგონი იქნება ისე რომ სიჩქარის აღება არ შეუძლიათ რაღაც მაგდაგვარი, არამედ გაჩერება არ შეუძლიათ სათანადოდ ხოლმე რა. აი ხა მანქანა რო არ მოყავდეს უკრაინიდან ბოლომდე დავარტყავდი ტორმოს სიამოვნები და შეხვიდოდი GoPro-ში დარწმუნებული ვარ. ან ისე გაჩერება გამოდის ოღონდ არა შენი ძალით არამედ რაღაცა გარე ობიექტის დახმარებით. ყველა მალალით, ანუ ყველა მანქანას რომელიც ცოტა სვავს, მალალით რაშკას რო ეძახიან რა. ყველას უხენია წვრილი საბურავი, იმის გამო რომ იყოს იაფიანი საბურავი და რაც უფრო ნაკლები შეხება აქვს საბურავს ასფალტთან, მით უფრო ნაკლებს სვავს რა, შეხების წერტილი რო ნაკლები აქვს რა და შესაბამისად ტორმოს რო არ დგავ, მაინდა-მაინც კარგად არ ჩერდება. ყველას ეგ პრობლემა აქვს. ბათაშობის. წავედ ცოტა მივადგათ თავს. ნუ ოკეია, ტეკ პასპორტი თუ გავლილი აქ, ანუ ოკეია რა. ეგ. შეიძლება გიჟი ვიხატარეთ. ეს ვაფშე საერთოდ. ეს ნახე ვინ მოვიდა. აუ, გაჩამიშა იცი. ეს ნახე ბიჭო, რას გონკავებს? შენი ეს იმათ უკეთეს ყავს?
ჩემი აზრით შეიძლება კი იმაიმუნოს რა აი ხეროდინაშვილია იმენა მეორე ერთი ის და მეორე შენ ვაჭრები ვისაც გინდათ ფეხბურთის ყურება ჩვენ არხზე უნდა დაიდოს და რო არ გამოგჩით არხზე ჩვენი ფეხბურთის თამაში ამ მანქანებით შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ აუ ამ მანქანას მე გავატარებ რა აუ თუ გავატარებ დაჯახება ხომ ჯარიმები არის ბიჭო დაჯახება წესთან მოსულა იმიტომ რომ რამდენიმე სერია უნდა გადავიღოთ და თუ ერთმანეთს უთხრით ვეღარ გადავიღოთ მე ფიზიკურად ბოლო სერიაში ახლა სერიაში ხარო საბოლოო ჯამში მაყოფილი ხარ შენაძენით დედას ვიცავ ყველაზე მაყოფილი ვარ აი რაც ყოფილი ვარ ოდესმე მაყოფილი ყველაზე მეტად მაყოფილი ვარ იმიტომ რომ მგონია რომ ყველაზე იაფად ვიყიდეთ ეს მანქანა ყველაზე იაფად აი მე გეუბნები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ხო ერთი ეგრე მეორე კიდე ცუდ მდგომარეობაში საერთოდ არ არის ნუ არის მაგრამ ასთან შედარებით არა უნდა მოსავიყო რო იჩალიჩო ამ მანქანას ერთი $1200 გავედი შეიძლება არც დაგჭირდეს ჩალიჩი დაჟე ხო არც რა და კარტ შენი მანქანის ტოლფასი არის დაახლოებით რა ხო Honda Civic ხო დაახლოებით აი ეს მაგარი კადრი დავამოღამე ჩამისვით რა ეს არც ვიჯღანები არც არაფერი ესეთი ვარ სიმართლე გითხრათ ბევრად უარეს მდგომარეობას ველოდი ხა დავატარე მანქანა და დაახლოებით თვენახევრის მანძილზე ეს მანქანა მყავდა და ცუდი არ არის და კასი ამოვნა რა კასი ამოვნა მართლა და რავი ბიჭები თენკ $1600 ტყვირი და შეგიძლიათ წაიყვანოთ ა ბიჭო რავი შენიშნა არა მაქვს ხა $750 ელექტროშუშები აქვს ელექტროშუშები აქვს რაც თავარია ეხა მექანიკაა მაგრამ მექანიკასაც აუღე ალბათ ძალიან მარტივად ეს ნიჭიერი კაცი ყავს ცოტა ხელი კი ეშლებოდა ზოგჯერ ამის მაგერად იკაკალებდა ხო მაგრამ აი აქეთ გამოურბოდა ხელი რა ცოტა რავი რა დასვრილია პროსტა დიდი ხანი ეყენა ეს მანქანა და ერთი ეგ არის თორე როგორც ასეთი ხარ ჯერ დიდი მანძილი არ გამივლია რომ ჩემი პრეტენზიები და ხო მაგრამ ის თქვი რა ქვია ღილაკზე და იმაზე ხო ისა ღილაკი აქვს გაკეთებული მე პატრონდეს რომ ეს არ გახურდეს რა ეს კულერი ვენტილატორის კულერის ისა რა კულერი რა რაც ჩართვის და ღილაკი ვერ იპოვე თუ არ მუშაობდა არა ღილაკი მეგონა კნოპკა ეს დასაჭერი იყო და თორმე უნდა ამოკაჭო ამოსაკაც დააჭირე დავაჭირე like ხო და ის იყო რა ქვია ეგ აქ რა გაკეთებული ეთყობა რაღაცა დაზიანდა ქარხნულად და ვეღარ მუშაობდა და ეს მოიფიქრეს ძალიან კარგი მოფიქრება ახლა ამ ფაში მეტი არა მე ჩემ ვერაფერს ვერ ვიცახი ამ მანქანაზე ამ პატარა მოკლე იმაში რა ერთი ბენზინი გვაქვს ასკოი და ეგ არის რომ შეიძლება გაგვაჩეროს ნებისმიერ ადგილას აქ ჩვენი შეხვედრის ადგილიც ჩვენი შეხვედრი შენ გააქვს იმედი რომ ისინი ნორმალ მანქანას დაითრებენ აი ესეც მინიმუმ აი რატომღაც მგონია რომ იმ მანქანებიდან აირჩენენ რომელი მანქანებით ჩვენ არ ავირჩიეთ იმიტომ რომ ზარმაცები არიან რასაც იპოვებდნენ და მე კიდე ხერო მყავდა პახოდ რომელიც მეხმარებოდა და იმათ არა ჩვენ მაგრად გატესტე ძმაო მან საუბო ბიჭო იქ სამოგიეროდ მანქანა ვაჭრობა არ არის შენი არა ვაჭრობა ჩემი საქმე არ არის იმიტომ რომ მე მიმართ ხოლმე გეულები ალავად ნახე რა ჯანდა და ხო გეუნებოდი ეს ესკორტი არის შეჩერება გატოტალებული ეს ვნახეთ ჩვენ კი ეგ ისა რა ქვია მეგონი რო დაურეკეთ და რო ეკოქებაო იმითიო ვენტილატორზე რო აქვს რაღაც პრობლემა ხო რაღაცა უნდა მახსოვს მეც აი Здорово, брат. ადგილზე ვედგავ თქვენ გაზრდებული იმებით რომ მოხო სტიკერებით რა წიდაცულები ხკიარ და წიდაცვეთები ბიჭო ბენი რატო არ მუშაობს წიდაცვეთები აუ ამას არება თუ გადმოდი აქეთ ბიჭო კარი რო არ არისია ჟანგიანი რატო არის მანქანა ეხა არ უთხრა რომ ჩამიქრა არება არიცი ბიჭო მაგას მე არ ვიცი მართალი მე შენ რატო არის და ეს ერთი წავი არ გაიგონო რომ ჩამიქრა არა ვერ გაიგე ბიჭო ეს არა ქვია მან მართლა ტარება არის მანქანა ჩაუქრა იმენა ამ კენწლეს არ მოსულვარ და ამ კენწლეს კარგად დგას ეგარ აიც რა იყო ფულის მოტეხვა გინდოდა თუ რა არის ჩემი არა ძმაო $300 მეს არ გადავიხდიდი მე ამაში მოხიჭო რა ძრავზეა ან ვაფშე რაბან ალბათ შენ უნდა კითხო ძრავი შვიდი ძრავი ესე მიუღება აი მოგეუნებოდი ტურბო ღილაკი აქვს ძმებო ამას ვენტილაცია ერთვება დედას აი ხო გითხარი ეგ არის
აი აქედან წკაპრო გაუკეთებ, ოღონდ ეს მოქმედება უნდა იცოდე ანუ აუცილებლად. ეს მანქანა ჩვენ დავიწუნეთ, იცი? დაიწუნეთ? კი, დაურეკეთ ველოპარკში, დავიწუნეთ. რატო დაიწუნეთ? რა, შეხედე და მიხვდები რატო დავიწუნეთ, რას გავს? ჟანგიანია. არა. ცოტა მიდი ნახე ერთი პირი. ცოტა ოკეი, თორე მე. ეგ რა არის? გადი, იარაღი მაქვს შენი, გადი. ეს რა არის? ანუ ეს რას ნიშნავს? ასწავლე რა, პირის მოსვლება როგორ უნდა. ბენი, კარჩი. მანქანაზე რა რომ მიდიხარ რა. აქ ეს რა. ეს როდის ასწავლე ხა, twin უნდა დაიწე. ერთი რაღაც დავამოღამე მარტო. კაი, ჩაგვახედებ ერთი კაპოტი რა არის? კაპოტის ახთა ისა ცოტა რთული ამოვია მგონი. ვერ ვიპოვე. რაღაცა სხვაგანაა. აი მანქანაა შეჩემი ეს. მაგრამ არ უთხრა რომ აი მანქანა. რა არიციან დარწმუნებული. ბიჭო, ის კნოპკა რო არის მაგაზე ხო არა? არა ეს ვენტილატორი. ყველაფერი მენუალზე აქვს. რა უხურ ხა? მართლა ვერ ვიპოვე ჩემი კაცი. კაპოტს ვერ ხდიან შეჩემა იმ მანქანას. ოპა, ხერო საფულე, აბა რა ჯიჯი. კარგი მანქანაა ბიჭებო. ხერო ბენზინი გზაზე უნდა დავითრიოთ? არა, ბენზინი წამოვიღე. კიდე კაი. აჰა. შეგვიძლია ნახე ძმა რითი არის ეს დამაგრებულია. ბიჭო, შენ ვიზუალურ მხარეს დაანებე. დაუდგეთ ერთ-ერთზე და ნახავ რაც შენ არის. ზარ ვაფშე ნახე შეგით ახადე კაპოტი? შენ ვიცი რა ლეგენდა მაგარი სვეჟია. ახადე. მაგარი სვეჟია. ვერ ახადე. რატო? იმენა გეუბნები. რატო ვერ მაგას არ იტყოდი ახლა. ეს არის Peugeot 206 არის ხო? Peugeot 206 99-იანი 1 და 6-იანი. 1 და 6? აჰა. ნახე როგორ განათო დაიმენა. ძალიან ცოტა სვავს. სადღაც 5-6 ლიტრი უნდა იყოს. 5-6 ლიტრას სვავს დაახლოებით და მე მგონია რომ ამ ჩელენჯში ძალიან მარტივად მოვიგებთ. კი, სავარაუდოდ. და სხვა შორის ბენის სასოწარკვეთილი დგას და არ ვიცი რატო. იმასაც იგივე ძრავია. ამი ჯერ უფრო მოგებულები ვართ. ჯერ არც დაგვიწყი არ ბოლა. Let's see. კაი, ეხა შეგვიძლია ჩვენ ნელ-ნელა დავცალოთ საწვავი. ჩავასხათ 1000 ლიტრი. სოკარის საწვავი ავიღეთ. Peugeot რამოსატანია Ford-თან არ ვიცი. არა? ბიჭო, ის სხვა შორის ორივე მანქანას რატო ვარჩევდი? ან მე ვარჩევდი რა მანქანას და ორივე რალის მანქანები არის, რო იცოდე რა. და დაახლოებით ერთ დროს იყო ორივე რალიში. არასწორი ინფო გაქვს. არ არის. კი. არა, რალის არა. ქალის მანქანა. ვა. სულ ახალი აკუმულატორი გვიყენია. ძრავი არის ცოტა მოსოლებული, მაგრამ კარგ მდგომარეობაშია. აქ მოსოლებული ეს ფოთლები. ჩანაძირი იყო ეს ზვა? ფოთლები მოყვებოდა. პირდაპირ ხდება? არა, პროსტა დაგაგოიმე. ამის კაპოტი ხდება ესე. ბიჭო, მართლა ვერ ვიპოვე ასახე. იმან იპოვა სადღაც. რა ბანანი პო? ხო ხადით კაპოტი მანქანის პირველისას. არ ვიცი. ბიჭო, ვერამე. კაცი თუდა რა ხეც. ესე რომ ამციო. არ უნდა კაპოტის ახთა. ავტომატურად ეცლება ამას ყველაფერი. დაანებე რა. ბიჭო, რა მავნე ხარ შეჩემისა. დაანებე რა, მანქანას არასდროს დაჭიროებია გახსნა, იმდენად Tesla-ად არის შენახული და შენ რატო ხსნა? მოკლედ, სოკარისგან გვაქვს ჩვენ 10 ლიტრი საწვავი, იქეთ და აქეთ. რომელი 10-იანი გინდა? გაბა. შეიძლება რომ ორივე დავიჭირო? რა თქმა უნდა, ორივე დაგაჭერინებ. მინე? გაიხარე, მადლობა, ხედავ. ორივე დაგაჭერნებ. კვანტე არა. всё, გადაწყდა. ბიჭო, კაპოტს უნდა ავხადოთ ყველა ვარიანტს, ბენზინი უნდა დავცალოთ. თქვენ თუ მიაგდეთ ძმებო კაპოტის ასახდეთ ბიჭო, მაგას. ხედავ რაღაცა. რავი, იმენა აბსოლუტ სინემა ბოლოში იქნება. მიდი, აი. მიდი. აი ეგრეა მეგობრებო, აი იმდენად მაგარი ტიპი უნდა იყო, რომ შენ არ იწვალო არაფერში. აცადო მექანიკებს აკეთონ რა თავის საქმე რა. ჩვენ გამზადებულზე დავждებით და მივხედავთ ჩვენ ამბავს და აბა ღმერთი თქვენკენ იყოს. მიაგენით ბიჭებო? კი, ბიჭო, ვერა. ეგ არის მთელი მუღამიც რომ ვერ უნდა მიაგნო. აბა თუ მიაგენი რა აზრი აქვს. ყურებაში რაღაც სირთულები თუ არ შეხვდა, ვერ გადალახავ. გაიხარე ხერო, ამასაც მეუღლეს მიუტან, მადლობა ძალიან დიდი. ეგ არის? ეგა. ბიჭო, ის სად აქვს? ის არა აქვს. არა აქვს მაგრამ. ან რო გაუშვა და ეცემა? არა, მოიცა გჭირს რა.
რა შემანქანას მე ჩამოვარდა. არ უნდა მიხო, არ უნდა იცი. აგერ ორი ტურბინა უდგას, არ ჩანს ჯერ და ეს რომ დადის მე ის კლონკაზე და გამოდის ტურბინა და იწყებს მუშაობა. უცნაურად გილოსად. ვერ ვაქანაზე მინახე ახლა. ვატაშორის ძალიან ისეთი გამართლებული პრაქტიკაა. და მუსტანგებს აქვს ხოლმე მან. ჩავიდეს. რო იცოდე მაინც. ხო? მუსტანგებმა გადაიღეს Ford Escort-ისგან. 2.5 ტონა. მიგიხარ 2.5 ტონა. ეს 2.5 ტონა რანაირადაა შეჩება. 2.5 ტონა. ოზის ლოგიკა. არ იქნება 2465 არის ვიდ და გაიგე. ეს 2.5 ტონა უწევია მაქსიმალური გასათვალისწინებელი ლიფტში რომ ჩედიხარ. გასაგები, კაი. ეგა მაგისთვისაა რომ 2.5 ტონა. 1600 იწონის. არა შენ არ უნდა ჩაჯდეს შეჩება ეგ არის რა. ეს ნახე ბიჭო რა დღეში. რა შვები ბიჭო ხო უნდა დავცალოს. რა უნდა დაცალო? რა და ბენზინი. ბენზინს აქედან წლი. ცოტაც. ბიჭო ეგრე არის შეჩება ამას თავისი მუღამი აქვს. მე ელექტრომანქანა მევასეო. შველი ბიჭო. არ უნდა გააკეთოს. ბენზინი გვაქვს ჩასასხმელი ხო? არა, მოდი ბენი შეჩაასხი, პრინცესასავით რო ხარ გამოწყობილი, მოდი. ამა მიდი გახსენე ჯიგო. აბა რა ბიჭო. მე უკვე აღარ ვიცი მე. ბენზინის სუნი აქვს. წესი და რიგი წვა. ეს არის ჩამსხმელი, ხო? ეს უნდა ჩაიყოს. აი როგორ ავშვევით ამაზე. ეხა იქ შეგიძლია ამას გაუკეთო. ამას თუ მიექნება და შეგნით გაუშვა. ეს რა მაგარი რა. ტექნოლოგი. ეს სერიოზულ თემა. მიდი ბენი აბა ბოლომდე დაუშვი. კარგად მოუჭირე ბენი, მიდი. დავაი ბენი. კაცი შეშევიქიდანაა გამოსული და შეხედე რეებს აკეთებს. აი მესმის თავდაუზოგაობა და მონდომება. ხო და აი მოდი ერწავე ხე რომ მიყურე, გეხვეწე. მიყურე, კაი. არა, აქედან რომ მიყურო, ანუ სად დედის ვას ხავ ამას. სა ბორბალში შეჩება. დალუქურია ეს დამატებული. არა რო ჩაყობ გაიხსნება პირი შეჩება. ვაცდებ რომ 100 გრამს დააქცევს. კაი ბაზარი არა. დაჟე ხე რომ ხედავ რას ვაკეთებ. კი. არა, კარგად დაინა. Fashion TV. გასი არ გიჭირავს ხოლმე. აი ეგრე ყოჩაღი ხარ. ამას სიტყვემოდა მოუკიდე ხელი და წააყირავე და წავა შეჩება. აპლი არ გადმოსულა შეჩემა. ოპა, წავიდე და გესმის ხმები? ყოჩაღი ხარ ბენი, ყოჩაღი. ეხა სათუთი ხელები დაიღლება. კი. ცუდად გიჭირავს შეჩემა, ქვემოდან მოკიდე ხელი. ეგ ჭუჭყიანია. აუ, გავისმები. აუ, რა პრინცესა ხარ ჩემ. იქაც რა დაждდება. არაფერი აღარ ჩაუფინა. აი, უკვე ვიცი. ეს კონდიციონერი ჩამოწერა. კიჩისკა გაკეთებული აქვს. აი, ხო ვიცი რა. მიდი ოზი შენ ჩაასხი, მიდი აბა. მიდი ოზი, მიდი. შენ შეგილია. ერთი ჩვენ რო დავფსინოდი, დავაი მიდი აბა. ო მაგას გასაგები. გასაგები გამოაძრე. აქ როგორ არ ვიბოდი? სანთებელა მართლაც მაგ რაღაც უნდა გავაკეთო. გადაგასხათ. ეგ ბოლოს გავაკეთე თქვენ. კი, გავაკეთე, აუცილებლად გავაკეთე. ხედავ მარჯვე ხელი რას ნიშნავს ბენი, გაუუნა და გაუ. წაიდა. საუბრობ პროვაზე უეჭველი ჩააბარებ რა. ბიჭო, პროვაზე ჩაბარება არის უკვე ბენზინიში და რაღაცები. არ ვიცი, არა ეს ოზის კითხე, იმიტომ რომ ეს პროვაზე გადისო და მე პროვაზე რა გავდივარ და ნახე რა ჩავასხაო და. აბა რა შეჩემა. აი მე რა ჩაბარებული გაკ შეძმობას ფიცავარ. მიდის ხო გადის. მექანიკის კი არა იმ ტრამვაის პროვო, საუბრობ. პარიმ დავამატოთ. ზეთი აკლია ცოტა. და ჩვენ ისე არ დავდივართ იტალიური ზეთის გარეშე არსად. ბატოშორის იმანქანასაც აკლია ზეთი, მაგრამ იმას გაუთავდეს. არ არის პრობლემა. წავედით?
შევხვდებით შეიძლება გზაზე ჩავხვდეთ. შეიძლება გზაზე და მართლა. შეხა გამახსენდა. გზაში მოგვივა რამოდენიმე ჩელენჯი რა. რამდენ ჩელენჯსაც შევასრულებთ, შეგვიძლია 1 ლიტრი დავიმატოთ. ეგ ჯერ არის ხელებგა შეგვიძლია ვატარო და რაღაცეები? შეიძლება ყიდაზე და კარგი. ყიდაზე. შეიძლება ყველა ერთად მოგვივა? არა, რიგრიგობით მოგვდის. კაი. დაარღვიე 3 კანონი გზაზე. ხო, შეიძლება ეგაც არის. კაი, წავედით, გავგაზეთ. წავედით. ეხლა რა შეიძლება ნაკლების მოიცადე. უნდა დავწვათ. ბიჭო, აი აქედან დააგორე რა. ჩავაქროთ ხო უკვე? ხო, ჩააქრე და ეგრე ჩავიდეთ. მინდა გითხრა რომ გიხდება ეს Ford Escort. ვა, იმედია ტორმოზი იჭერს, ხო? გატესტე? აი ხა ხალასტოით მივდივარ და იჭერს ცოტას. ცოტას? ცოტას ზა. ასე ცოტას. ხერო? რამდენი ლიტრი თუ დავაჭოთ? ბიჭო, ეს მე მგონია რომ ან ბევრად კარგ ფორმაშია ვიდრე ის. მაგიტომაც ეს ნაკლებს დათავს მოეჭვა. თან ცოტათ პატარა. ის როხაა ეს მანქანა. კი. მაგრამ ერთი რაცა ჩვენ ცოტა უფრო მძიმეები ვართ ჯამში. აი 20 კილოთი 30 მაქსიმუმ. მეტი არ. აშინ თამამად ძმაო, ჩაჭირე. მეცა გამექცა ძალიან გაზი ეხა ჩემი კაი. დავწვი ყველა ბენზინი, ანუ რა აზრია გამდეთ და ჩვენ უკვე ნერვების ციოკით დაგვეწყო ეს მოგზაურობა. ეჩე, რა ცეპლენია, საკ რაღაცა პრობლემა და ვერ მივხვდი რა პრობლემა აქვს. ცეპლენია ერთი და მეორე ისა. ნაშევა, იცი, ცეპლენია თავისი, ანუ ცეპლენიას არ აქვს თავისი გაზი რა. და ძალიან რთულია იმას ოქნა, რა ქვია. ხო მივხვდი რა, დავძრა რა. და ცოტა ზღვარზე აქვს რა ეს ისა, რა ქვია. აუ, პრობლემში ეს მაგარი პიზდიცი. აი SMS-იც მოვიდა. ო, პირველი ჩვენი ჩელენჯი ბანან საჭესთან ვარ გავიდი ხო? ვინა ბიჭებს შენი ხარი? არე. მებო, პირველი ჩელენჯი მოვიდა. რა არის პირველი ჩელენჯი? ავტოსტოპით იმგზავრე 1 კილომეტრიო. წარმატებებს გისურვებთ. დაბა ღმერთი თქვენკენ. თუ რამე დაგჭირდათ აკვარიუმი. კარგი, მე მაინტერესებს ბენზინს არ გააჩერებს წავა ვაფშე. არა წავა ხო? მითხარი რომ გეზარება. მაგით შიტი ვარ ახლა რომ ძლივს დაიძრა მანქანა და გავაჩეროთ რომ მე ავტოსტოპზე იმას. ბიჭო, ავტოსტოპით ეხა მე რომ ვინგზავრო. არა, მე მანქანა შევეძო. შენ მანქანა. არა, მე მაგით რასისა არ ვიცი. მე მაგ გამოჩერება ავტოსტოპისთან რა. ხო. და საიდანაც დავიწყე მაშინ. ხო. ზუსტად იგივე ადგილზე გავაჩეროთ რა. სად? თბილისის გასასვლელთან. ხო. მოვთან გავაჩეროთ. და მაგ გავჩერდები და შენ პროსა მანქანა მოაყენე რომ როგორც გავაჩერო მეგრევე ის. კაროჩე, აი კი არ მოგვიწოვენ რა, Tesla Model X-ების, Aventador-ების, Ferrari-ების, Porsche-ების ჯახში რაღაც ბიჭო, შაპსმულ მანქანაში. ხეროს მოვპარე შეჭევას. როდის გავაგებინე? არ გავაგებინოთ, გაიხამი რა ვიხა. თუ რამე არ ეკის რა ვიდეოს ბოლოში მაგარი მყიდია. ვეც ეგ ეს აჭმას ხო გაჩერდებია. აუ ხო და იმას მოუწევს. გადაღდა ხო მოუწევს. ოზის მოუწევს. თბილისის ჩასასვლელის მერე გაგიჭერო? ბიჭო, არა, ნახე როგორც გიქარცდებით აი ხეშივე. აი სანამ ის არის, ხო იცი რა ქვია, გზარო ამოდი. აი მაგათ კილას გააჩერე, მანქანაც მანდ მიაყენე და მე მან ჩამოვალ. აი საქმე აქვს. იქ შეაყენე მანქანა. ბიჭო, რამე ჩელენჯი არის ისეთი, აი გზაზე აუშარდი ვინმეს. იმიტომ რომ მაგარი შარიანი მძღოლი მყავს. Fuck you! ვახ, სად შევიდა ბიჭო? რატო შევიდა? რატო გააჩერეს? წარმატებები ოზი. შენ დამეუდი აქ. ცოტა ხანი გარედან ოპერატორი ხარ. დავაი, მიდი. ნახოთ ერთი ვინ გაგიჩერეს. თუ ნახევარი საათი ვიდექი აქ მე ნახე. მაქსიმუმ 10 წუთი რა. ოკეი. მოუწევს ოზის ავტოსტოპი წამოსვლა დავინახე როგორ გადავიდა. ლიტრი ბენზინი ტრაქში შემასკი. ნახე ხარა და გორდეს მიდი რა პანიკურავე. აბა რა, დავაი გაახალასდოვე გიჟივით. 6 ჩქარიანია ძმაო თავისი ზადნი აქვს მანქანას. ოღონ არასოდეს დაუზადნავს ამ მანქანას, ხვდები განსხვავება რა არის? სუწი დადიოდა. ცხოვრებაში უკან ნაბიჯი არა გადათმული.
ბიჭო ეს დისტანცია მეგობრებო დისტანცია აბა ნახოთ ოზის ვინმე თუ გაუჩერებს ბიჭო საგან პაპელამ ჩამიარა და არ გამიჩერა ეს ჩავსვა თუ არ ჩავსვა პაპელ ჰაი მე თვალის ბრალია მე სათვალის ხო რა ძალიან ისე არის მოგმართავთ იუთუბერებს ოზიზე ნუ ბაზრობ ცუდ რაღაცებს თორე ხალხი არ უჩერებს ხო ხედავ რა რაწესია ვერ გავი კაი რაღაცები იბაზრეთ კაი ადამიანია კაი კაცია ვახშენი ერთი როდის აღმოაჩენე რომ საფული არ აქვს ძალიან მაინტერესებს ოპა შეგიძლია მოგვიდე მე მეუნება დასკვია ოზიშვილი ასკვი არ შეუძლია რა გადაუხდა გადმოგიხდებათ ახლა არ დავარ დაგაზეთ ჩემი არო ჭერა ექსტრემალი მისის რა ნახე რა გადავყავი აუ ეს ბიარზე აგვეკიდა კაროჩი აუ იმე რა უნდა ბიჭო აუ რა გინდა ანახე რა ბანა მართლა ხო არ დავარ ზადა ხარ წადვა აუ ჩემი აი ბიჭო ავტობანია მართლა ის ხო გერმანიაში კი არ აღარ შეჭება 61 დაიჭირა ზუსტად გავახალასოთ აუ ნახეთ იმენა რა გიჟია ბიჭო ყველა დაღმართზე უნდა გავახალოსოთ ისა ბენდი თორე ვერ დავზოგავთ ბენზინს დავაი გახე ა ხალასტოიში დავაი ბენზინი იზოგება მოკლედ აგერა ამ ღვთისმიერმა კაცმა ესე ჩაგვისვა შენი სახელით ხო? სასიამოვნოა თორნიკე მადლობა რომ ესე ვეხმარები შენ ახლა რო იცოდე ანუ 1 კილომეტრი რო გავილით 1 ლიტრი ბენზინს მოგვიმატებ მე და ხეროს გუნდს რა აჰა მშვენიერი დიდი მადლობა რომ გავიჩერე დაახლოებით 5 წუთი დამჭირდა მაინც პირველი ადამიანის პოვნაში და ხო იმედი მაინც არის რა ანუ ხალხო თბილისიდან ყოველთვის შეიძლება რომ ვიღაცა სადმე გაყო 1 კილომეტრი ხო გავიარეთ დაახლოებით ხო თავარი ეგ არის რა ხო გავაჩერეთ სადმე აქ და ხეროს მოგვადგება ეხლა უკნიდან დიდი მადლობა ძმაო გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ შეიძლება თუ არ ყავთ გამოწერილი და ხეროც დიდი მადლობელი იქნება ეხლა უკან მოგვადგა ბედნიერი ოზი ერთი მისია შევასრულეთ ეგად ლიტრი შეგვიძლია დავამატო 1 ლიტრის დამატება შეგვიძლია ციდა სად ისმის ანგელს და ვაფშე და აი აგერავარ დაგაზე რა ბან ჩადგი გიჟო გადარეულო კაცო საღო ძმაო იმენა 60 მეტი ვერ მიდის შენ ძმობას მიცავ 60 მეტი ვერ მიდის მაგა ზანა მილოცე გეგები ველაც მინდა სალოცო ბიჭო ბათუმამდე არა უს შანსი არა 15 როგორ მოაზრე ერთი ვადახოთ სადავართ სადავართ აგერა ხო აქ არის და ეგ არის ეხა 10 ლიტრი და რაღაცა 10 ლიტრი პლუს ხო აი მე მეორე დავალებაც კაი მე არ დავაკითხო საჯესტო კაი მეორე ჩელენჯი არის 500 მეტრი უნდა გავიაროთ ჩამქრალი ძრავა ხო რა გინდა რა ბიჭო რა მინდა და მეორე ჩელენჯი მოვიდა ხო 500 მეტრი ჩამქრალი ძრავი გავიარეთ 500 მეტრი ჩამქრალი გზავი კარგი ბატონო არაა პრობლემა ვინე დაღმართი გვინდა უეჭო იმ შეჩემა
საქმეში არავის ჩავრე თაგოვებონები ტაბლეტს ვიდა რომ ხედავდე ჯანმრთელს მიღება სადაც ელას პალოროჩი აი დავай დაგმართი დაიწყო დავай ჩავაგდეთ მოიცა მე ჩავთო მეფზე ჩავთო და დავай ეხა რავი არ მუშაობს აუ ეხა თუ რამე არ მოხდა მოიცა ავარიულები ჩავთო ვა როგორ გავიდოთ 500 მეტრი გავიარეთ თუ გა ჩავკრალი მიდივარ 500 მეტრა კი არა ასე ჩავალ ბიჭო 500 კი არა ასე ჩავალ ბოლომდე ნახე იმენა მეტი რა ვქნა ბიჭო საღოთ ზამაო მეტი რაც მიყურე 700 მეტრზე ავედით ხერო ბიჭო ესე მალე გავიდა 800 მეტრი ხერო 100 და კილომეტრსაც ახლა გავწევით სადღაც აი ხიდის შუაში რომ ვიქნებით ალბათ რა ესეც მეორე ჩალენჯი შევასრულე აი 2 ლიტრის დამატების უფლებაც გვაქვს 500 მეტრი არა მეტი იყო შენ შემაგილა 500 მეტრიც იყო და მეტიც იყო და ახლა რა შევით დაგვემატა ლიტრი ისა ბენზინი თქო ჩაასხავდა და ხეროსაც უნდა დაველოდოთ რაფაც მივდივარ და აუ ის იმენა გამოზოგვაზია ბიჭო დაგეწევით ეხლა დავაი ჩააგი ბოლომდე მიდგას ბოლომდეა მეც აღარ მიდის პროსტო ავდივარ ტრამდენზე 100 ოსი რაღაცა გაგუზურება ეხა 140 აუცი 140 მართლა მაგრად მეშინია ჩემი კარგი მოვყა 150 ხერო 150 ხერო კაი გებობა 150 თონები ეს ხوار გაგშეჭება ვენტილატორი არ ირთვება აი ამდენი არა აი ესენი უნდა ერთმანეთზე უნდა შეერთვის აგე აი ეს როგორ უნდა შევაერთოთ ეხლა მოიცა არა ეს არა სკოტჩი გეკნება მანქანაში ბიჭო სკოტჩი არა პატარა მაუთული გვინდა რამე სკოტჩი გვინდა და გადავაკრათ მოიცა რამე ეგდება ჩემი კაი ერთი შნური ვერ გავაძრე ხერო დისკი არ წავა უმადურები ხარ შეიძლება წავიდეს ბიჭო გეუბნებოდი მეთქი ეს იზავ აიცა რომელია ჩამთველი ეგ არის აი ეს რაზე დავამაგროთ ეხლა კაი კვილები გააქვს არა ბენის აქ ახალი გაკეთებული კბილები ხოდუგრი კარჩა ესე უნდა დავაფიქსიროთ რა მიდი აბა შეახუროთ ეს რო უნდა დავაჭიროთ აი всё ჩაიქე ერთ ვიდეოში გაიწორხნა ძმაო ერთ ვიდეოში მადლობა გენაცვალე всё წავედით ხელს აღარ მაკიდებინეთ ჩემი კაცი დიახ ჩვენ აგიბრუნდით ვიღაცები განსხვავებული ვიღაცები აუდურდა ვიღაცა ჩაუდურდა ხერო ჩვენ ახლა ურბნისამდე ყოფილია რამდენი ურბნის კი არა მაგრამ ვებსია ჩემი დაიდა სადღაც უნდა გადავაჭრათ თორე არც კალონ გაჩანს არაფერია მივდივართ და გზა არ მთავრდება მივდივართ და მაგარცვალო ორამდე 39 დაგვრჩა 48 კილომეტრი 39 წუთი გვაქვს საბლები პირის საბრომ ყვანი რა აუ მოშჩაო ეფსა ხალხი რომ მიყვის და გადავაყრ მაკეთ გავდივარ აქ გადიხარ რამის არ გაიდო მან პროსტა გეხვეწე აი მივახსოვ და მე გავაგზავნე მაშინ
რა კმაყოფილი ძიმბადი დადი. აუ სატრაქში ჩავაგდე მანქანა ჩემი კაცი. რა? მანქანა უკანა საბურავია ჩაგდებული. მოვაწ. იდეა მოწე. თორე გაიჭედა. სალიფეხი თვალ ოღონდ გიწევდა. მიდი. მიდი. დაითვალე ისე. 1 2 3 მიდი. ჩემი კაი აღარ ცეპლენია. კაი ოზი მოდი რა შენ. ბაი არ მიდის მანქანა. დავლა რანაირად გაწყვეტა. კაი, ეხა შენ დაჯექი საჭესთან. მე დავუჯდე საჭესთან. შენ დაჯექი საჭესთან. მე იქნება ამას მოვერი. დარწმუნებული ხარ რომ საჭესთან მე უნდა დავუჯდე? მექანიკა ვაფშე გიტარებია? მექანიკა არა, კარტინგს იქით მანქანა არ მიტარებია. ცეპლენია არ დაგიჭერია? არა. გარდა. ოპა, ბენზინი ცოტა ამლიოზიანში. ვითავდება? გვიგნევდება, გვიღამდება შრომაში. კაი, მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ. ცეპლენის გეტყვი რომელია? პირველში მე ჩავაგდებ. ამას მოვაწვევი და როცა გეტყვი ცეპლენიას აუშვი. კაი, აუშვა პოსტი. ხო. ბოლომდე. მანქანა რო წავა, ცეპლენიასა, ანუ მარცხენა პედალს აწვევი და ტორმუს აწვევი. და ტორმუს. წყნარად ჩერდები. ხო, კაი. მეტი არაფერი არ უნდა. კაი, მაგრამ ბიჭო, სამაშველოს რო გამოუძახოთ. დაჯიქი რა სამაშველოზე, ამ ხელა კაცი ვარ, მიდი დაჯიქი. მოფსმა და მიდი არა უშის კაცი, ვის არ მოფსა. მიდი? აკ, რა შვები ესე იგი? так. ამას მე ჩავაჭირო. მაგას დააჭირე, ეხა. აჰა. ეხა მაგასაც დააჭირე. ამის იგი რატო არ ჩადის? მოიცა პილოტში ჩავაგდო. შეჩემა. ტორმუს ხო გიჭირებს? კი. აი. მე რო გეტყვი ეხა, მოვაწვევი 1 2 3 თქო და ცეპლენიას უნდა აუშვა ფეხი. ტორმუს არა. ტორმუსაც უნდა აუშვა ფეხი. აი მე მერთო გადამარჩინე ჩემი კა. რატომ წავამ? აი იქ რომ მიხვალ გააჩერე მანქანა. ანუ ესე ავიღო. არა მაგდენი არ გინდა. აი ეს, всё, ეგა. ან რული გავასწორო. ხო, დავაი, დავითვლი. მიხვდი რა უნდა ქნა? არა. 1 2 3 წავიდა? მოიცა, ერთი წავ. როხტი. როცა, მოიცა, დავითვლი და აი, ხერო. ხარ. ორივეს ერთდროულად უშვებ. ხო, ბოლომდე არა? ბოლომდე აუშვე ორივეს. კაი. так, ვითვლი. მიდი. 1 2 3 მიდი. ჩაქრა. მე ვგონი ჩაქრა. აუ დაუყულები ვარ, ჩემი გავიჭედით. ზერო მამოვა კარებელი გოგო გამოვა დღეს ბოლომდე გართობის დროა წელი ზაფხულიც უმალე მოვა როცა გეტყვი ცეპლენიას просто აუშვი და წინ წავა მანქანა. კაი. მე ტორმუს უნდა დაადგა. კაი. მარჯვენა ფეხი ხო? კი. კაი, ეგრე იყოს და დავითვლი ისევ. კაი. კაი. მოერთო გადაგორჩით. მზადა ხარ? არა, მაგრამ მიდი. კაი. 1 2 3 მიდი. ვაუ. ხეროდინაშვილი არ გინდა? ხეროდინაშვილი. მე არ მეთქვია სხვაგან გადავარდით ხო? მე გითხარი უბრალოდ აქედან უნდა ამოვიდეთ ხო? მე რას მსვავ შეჩემა? აუ იმედია არ გადავარდ. მანქანაზე. არა ძალიან ღრმად არ არის. ისდე. მოგაწვევი ახლა მე აქ. მოკლედ ვინმეს თუ გადაწყვიტეთ რომ მანქანა ვინმეს ანუ ტარება ვინმეს ასწავლოთ, ესეთ ადგილში არ მოხვიდეთ. სასწავლო ცენტრები არსებობს. და ხერო მასწავლებლად არ ყავდეთ არავის გთხოვთ. ეგ არის. ამოვედით. გავაგზავნეთ გზა? თუ გავატაროთ. გადატარება გინდა? შეჩემა არავინ არა.
და ადგილსაც ხედავს, სადაც შეიძლება გაატარო. მინდორი. პარე მახვართ. აი მოიცა შევხედო ერთი წა. გაემზადა უკვე. კაი, ერთი პატარა წრე. ჩამიქრა ბალად. პირველ რიგში უსაფრთხოება. დაკოკე პროსტო მანქანა. გადაატრიალე და გაუშვი. აი всё, ეგა. ეგა ვარ, დაიკოკა. ვაჭერთ ცეპლენიას. პირველში უნდა ჩავაგდო ჯერ. პირველში ვაგდებთ. ეგრე. კი. ეხლა დაახლოებით 2000 აიყვანე. მოიცა. აი მე დაღუპულები ვარ ჩემი. ამასუნატროპმა მულო წემლით გადანა მულო შეთვის იკვილი მაღირსა ზეპირადრო იცის აუ მე ვერ ვიხსენებ ხოლმე ვერად საფირუს მელე ზურბოხტო ჩემო სამშობლო ღარეო ცეპლენია. მიდი. ეს ამოვაგდეთ. ხო. გადავქოქეთ. ეს ეგარი. გადავაგდეთ. პირველი. კი. ტორმოზე აუშვა. კი, მიდი. აი ხა. ეხლა ნელა ცეპლენიასაც აუშვი. აი მე სადღაც ოფროუდში მივდივარ, დოზი კარტერს დავტოვებ. გავცოლოთ ადგილი. იმენა ოფროუდზე გავიანე, ჩემი კარი. არა შეჩევა ძალიან შორს არის ას დაგვეწევიან შეცე დღეს ვერ დაგვეწევიან ძმაო ეგენ A few moments later. მანქანა ჩაგვიფრა და აგერ უკნა გვაწევიან ჯიგრები მოგვაწექი აბა უკნა გვაწევიან აგრები მანქანით დადი მიდი. ეხა ამოვაკრე აბა ცეპლენიას. დაიკოკა მეგონა. ეგარი რა. ეგარი. კაროჩი ძმაო, ისეთი მანქანა ვიყიდეთ. ოფროუდზე მიდის. სხვა მანქანებს ქოქავს. კი. ჩემ წონას უძლებს კაპოტზე. კი. და ჩვენ კიდე ეხა ჩავალთ და გავასწრებთ იმათ კიდე და უფრო მეტი ისიც მექნება რა ქვია. არა, ბენზინი მე აი დარწმუნებული ვარ რომ ამათ მოვიგებთ. ჩვენ ვიტო ხა ზაბიგალო გარა მე რო ჭამოთ. ძმებო, ხომ არ მოგშივდათ? კი, გააძსაჭმე. დავაი, მაშინ წავედით გორის კატლეტები გავუძუხნეთ. ხერო, ნე დადროარი, ხო იცი დამხარეს. ეგ არ მინდა რა. იმენა ზაბიგალო კარო არის, აი ორიგინალი OG რაც არის, მანდ წავიდეთ თქო, მაგაზე ვფიქრობდი, ოღონდ შიგნით გორში რაცა. მან წავიდეთ, ხო? კაი, მაშინ მანდ გადავეკვეთებით და ეგა. Adios. გალეგედები დადის ამ გორის კატლეტს და ადამიანი როგორ მოუკვდა ისე რომ ეს კატლეტი არ მქონდეს დაჭამი. როცა ქუთაისში ყველა გავლაზე იმ ხაბავს უძუხდი. ვიკენდია ძალიან ჩვეულებრივია და ესეც ხომ უნდა ვიცოდი არა ადამიანმა კაცო. შენაც ტუბენი გაგასი ჯული? მე ზოგადად კატლეტი არ მევასება მაგრამ ახან დემოკრატიულად აირჩიეს რომ კატლეტი ჭამონ მე სხვა რა გზა მაქვს შევჭამ კატლეტს აი აქ უნდა იყოს სადღაც რა. აი ეს განათება. აქ უნდა იყოს სადღაც რა. აი ძმობის თუ ხარ. ღია არის. კაი, მაშინ რა დავტრიალდეთ. კი, აქ უნდა დავტრიალდეთ ესე და იქ არის. აუ, საფულე ჩავაგდე რომელიღაც მანქანაში და ვერ ვიხსენებ და მოიცეთ ვიპოვე. მიდი აბა. აქ არ მაქვს. სად დავაგდე ბიჭო საფულე, ჩემი კაცი. შენ მანქანაში ხო არ დავაგდე? მოიცეთ წამი სად დავდე? თვითონ შეიძლება თავის მანქანაში ხوار დარჩა. ესი ძამი. აცადე იხსენებს. მოიცა. რიკოვერი მიდის. ხო არა მოგივარდა. ტაკ, მე წამოვედი. მანქანაში ხوار ჩავა ამ მანქანით წამოვედი. შენ გახო არა მოვარდა.
აი ბარათით გადავიხადოთ, ჰა? ანთარი? სადაკა. აი გარი? აქ რატო ხერო მართლა ეხა პატიოსანი კაცი ვარ, სად მიყურებ ვერ გავიგე. თუ გინდათ ჭამა, მაიტად. ვარდა წავედით. წამო მეგე პატიო. ო ჯიგარი. მაგარი ადგილია ძალ. აი, ეხა ჩვენ რამდენი გვინდა, იქ უნდა გავთვალოთ. ყველა ხო ჭამთ, გადავეც. მაშინ 1 2 3 4 5 6 7 პორცია. რა მოვიდა. ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ჩვენ დაგვშა აქ არ უნდა ვიდგეთ ვერ გავიგე. ბორში ვარ, თუ სადავარ, ვერ გავიგე. ძალიან ცუდად მოდი. მანქანები რატო დადიან? არ ვიცი, მაგრამ შუაში რატო დადის მანქანა? მანქანასა რა უნდა ტრასას? განუცხოვია ძმა. ხო და მოკლედ, ბოლო მისია დაგვშა ჩვენ, იცოდე? შესასრულებელი, რომელიც არის 1 კილომეტრი უნდა ვიაროთ ასფალტს გარეთ. ოფროუდზე. მაგის აუ ბიჭო, გეხვეწები დავაი ვაფშე ის ვქნათ რა ქვია რა. თუ ვიყო თინხევაგზე და გვერდი. ოფროუდზე? ეგეთ ტრასა უნდა ვიყო, ხაში ხორღოთ. რამე ვიყო და დავაი რა, მაგაშიც შევეჯიბროთ. ო, იაზა. ტორმოს გავუშვა და პირველში ჩავაგდო? ნახე პირველში ჩააგდებ. ტორმოს მე აუში და ნენელა აუში ცეპლენა და თან გაზი შეაყარე. უფრო ნელა უნდა აუშვა რა, იცი როგორ აი ფეხი ხო გიდევს ესე. ნახევრად აუშვი და რო დაიძრება მე აუშვი მთლიანად. ბოლომდე ხარეთ ორივე ფეხით და ცეპლენია გაუშვით გაზზე დატოვე რა. აი ეს დრაგის გადაღებას ვაპირებთ ჩვენ. ვითვლი 1 2 3 ასადე! გათიშე ჩააქრე, რაზი ხარ? სად მიდიხარ, რომ მიდიხარ? დედამოე მანქანას. ისა ის რა გინდა? ჩანთვალი მაქვს მანქანა. მერე ისა ის მღვივლებს. თორე მე ჩამქრა. გავიგე, ეხა უყურე ძამ. ეს არ უნდა ჩააქრო. გაახალასტო, ხო ამოწეული გაქვს. ეხა პირველში ჩააგდე. და ხო ჩამქრალია? კარგი, ვენტილატორის გათიშე. ჩაწიე შიგნით. ეგრე, всё. გადმოდი. დაუბრუნდით თითქმის გამარჯვებას დაუბრუნდით გამარჯვებით. არა მე დაუბრუნდით ეს უნდა იყოს. გამარჯვებულები ვართ თითქმის, იმიტომ რომ ისინი ცოტა ალბათ გაითიშებიან. ხო, ცოტა აქვს ბენზინი, ხა ჩვენ ცოტა გვაქვს, მაგრამ ყვითელი აქ არაუნთია რა და. ერთი თემა არის იქ უბრალოდ ბოლო ხაზს რო ჩამოწდება, რამდენს დადის კიდე ეს მანქანა არ ვიცი. შეიძლება 30 კილომეტრი იაროს, შეიძლება 10 კილომეტრი. მე მგონი არ ყველაზე კატი მანქანა რაც მყიდია ამ ბიუჯეტში. მე ამ პეჟოს ხეროს ავართმევ ბოლოს, იმიტომ რომ პირველი მანქანა რომელიც გავატარე. მექანიკაც რა რას კარტინგი ხო არ იქნება მანქანაში. მოიცერთ მანქანა არ გიტარება? არა. ვაფშე არ გიტარება? არა. უაგადო, მე მგონი მექანიკის დარება არის. არა. ან ვაფშე არ ვიცი. ეგ ადრე გეთქვა. შენ თუ ეგ პირველად გააკეთე, მართლა სავალ. აი, ძალიან. აი, experience 10 out of 10. უი, კროკო გაჩნდა. ამასობაში დაგვაღამდა. ეს შოკოლადი ცი? არა. გაგასინჯებ მე სადღაც მალე გაჩერდება სადღაც ალბათ რა ვთქვი. ესეთი მდგომარეობა ჩემი აზრით. რა არ გაუთავდათ ამათ ის? ამაგარ ჩავყავარ მე მგონი ძმა. ბიჭო, რანაირად გადის ის მანქანა? ვეღარ ხვდები. ან რაღაცას გვაბოლებენ. ოპა, მე მგონი გველევა. ვაიმე? მე მგონი გველევა. ჯიგრებო, ხერო გილოცავ, ხერო გილოცავ. ჩემი. აუ მაგარ გავჩერდი თუ რა მივაწვეთ რა რაღაცა. ვაფშე გაახალასტოვე, დაბა.
და მოგაწვევი, გვერდზე გამიამენე. ესე იგი, იმდენი წურეს, კაროჩე, ბენზინი გაუთავდებაო, რომ ეულე შეჩემო წურეს. მოდი მომაწვეს უთხარი. მოაწექი. მიდი ცოტაც. კაროჩე, იმდენი წურეს ძმებმა, გაგიჩერდება, გაგეჩაჰა? გაჩერდა. მაინც ძალიან მაგრად გაზლოძნაო. საო, მაინც ძალიან მაგრადია რა. ამოდი ბიჭო, გადმო. არა, შეიძლება შენ დაწუხურებაც არის. შეიძლება რატო აყიდეთ ჩემ გაწეულ საქმეს. აუცილებლად ჩემი ის არის, რომ ცოტა ისე ვიარე რა, გაუფრთხილდი რა. მაგრამ ყველა პირობა იყო, რომ ჩემსას უფრო ჩემი უნდა მომკვდარიყო რა. აშკარად მეცავს რა. ბენი მოგვიკვდა ხო? ბენი უკვე ადამიანად აღარ ვარგა რა. მაგრამ გაგვაღამდა ამასობაში მეგობრებო. ო, არ ხელი დღეა დავდივარ. აი სერიოზულად 9 საათი ცოტა მეტი არ გავჩერებულად, ხო და? ბენი ისევ ხოძეა, მას შეუძლია კიდე გორში ჩასვლა და ჩამოსვლა. ძალიან ბედნიერია როგორც ხედავ, სახეთის ავტობუსზე უკვე. ბედნიერებისგან არის აღარ შეუძლია. და დღეს ძალიან სულად დაიწყო. ესეთი კარგი და ბედნიერი გაგება მეორე კარგი. მე მიხარია რომ თბილისამდე ჩამოვაღწე მაინც. როგორც მინიმუმ გეგმა მინიმუმი გავაკეთე. და დაარჩენ ეხა ძმაო ტაქსი გააჩერა და დავай ნახვე აქედან რა. შენ ვიღაცაა დაკისტარი. კი, მაგარი. პირველი ვიდეო იყო. პირველი კი ბატონო. კარგად გაგახსენდება ეგ პირველი დარწმუნებული ვარ. კაცი ლამის მოკლეს ჩემი. ეს მაგან არის. ჩამოვართი ხელი კა. მედი ბიძი ჩამოვართი. ხეროში უნდა ეთქვა, რომ გამარჯვებული გუნდი იგებდა 100 ლარიან სოკარის ვაუჩერს, 100 ლიტერ. მე მიკეთებთ ბიჭო მაგას, მე მიკეთებთ. მე იმათ არ შევარჩინე ოქტოპუსებს, თქვენ შეგარჩეთ რამეს ბიჭო. ამას მე ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს. მადლობა, უცებურეთ. იდე თამო. გამოიწოლეთ. შემდეგ ვიდეო. ადიოს.